მეგობრებო, გავაგრძელებ გუშინდელ შეხვედრას პერვერსიებზე და კონკრეტულად ვისაუბრებ სადიზმზე, მაზოხიზმზე და ძირითადად დავაყრდნობი ფროიდის ნაშრომს მაზოხიზმის ეკონომია. დასაწყისში ერთ-ერთი ავტორის, რობერტ სტოლერის, ასე ვთქვათ, წიგნიდან ამ უნარიც გავაკეთებ, რომელიც ეხება მაზოხიზმის კლინიკას და ესეა. პაციენტი მშვიდი სევდით, ბოდიშის მოხდით, ძალიან კეთილად განსწავლული ამბობს, რომ ეუბნება ანალიტიკოს, რომ არ გადანაშაულებთ, რომ ვერ იტანთ ჩემს ოფლს თქვენს დივანზე. და რა თქმა უნდა ის სინამდვილეში გულისხმობს და ამბობს, რომ შენ ხარ მხეცი, შენ თავს ანალიტიკოსად, ექიმად, მკურნალად, თანაგრძნობის უნარის მქონე ადამიანად და ტკივილის შემწყნარებლად აღიქვამ და ასაღებ, მაგრამ სინამდვილეში ვერ გაექცევი საკუთარ წარსულს, რომ ხარ მამრი და გეზიზღება ჩემი ქალის სხეულის ბინძური სეკრეციები. ეს ამას არა, ეს ინტერპრეტაცია დასაწყისში სიტყვები იყო პაციენტის. და მისი სექსუალური ფანტაზმი მოზარდობის დროიდან მოყოლებული მისი მაზოხიზმის გაანალიზებამდე იყო ცივი, სადისტი, რეჟისორი კაცი, როგორ აიძულებდა მას, რომ ყოფილიყო გაუპატიურებული, სექსუალურად აგზნებული მამალი ცხენის მიერ საჯარო პერფორმანსის სცენაზე, სადაც წრეში ჩუმად ისხდნენ მამაკაცები, რომლებიც მასტურბირებდნენ. ეს არის სტოლერის წიგნიდან ამ უნარიდი, რომელსაც ჰქვია პერვერსია და სიძულვილის ეროტიკული ფორმა. ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ტერმინი სადიზმი მარკის დე სადის სახელს უკავშირდება, რომელიც თავის რომანებში და ფილოსოფიურ ტექსტებში საუბრობდა ტანჯვისგან მიყენებულ სიამოვნებაზე, ხოლო მაზოხიზმი მომდინარეობს ავსტრიელი მწერლის სახელიდან, ლეოპოლდ ფონ ზაჰერ-მაზოხი, რომელიც მის ერთ-ერთ ნაწარმოებში წერდა, რომ მისი მთავარი გმირი ეროტიკულად ისწრაფვოდა დამორჩილებისკენ. სექსუალური სიამოვნება დაკავშირებული იყო დამცილებასთან, ტკივილთან, მორჩილებასთან. ორივე ტერმინი მეცნიერულად დაამკვიდრა კრაფტინგმა, როგორც გუშინანკომაც აღნიშნა, თავის ერთ-ერთ ნაშრომში სექსუალური ფსიქოპათია. ახლა მოკლედ აღვწერ კლინიკას სადიზმის და მაზოხიზმის და მერე გადავალ ფროიდის ნაშრომზე. სადიზმი ეს არის სიცოცხლის სიამოვნება სხვაზე მიყენებულ ტკივილში, საკმარისია სიტყვები და მოქმედების დროა, ეს არის სადისტის კრედო. სადისტური პერვერტი არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად სექსუალურ სიამოვნებას იღებს პარტნიორზე რეალური ტკივილის მიყენებით, საკუთარი სურვილის მიხედვით, კონკრეტულ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ფორმებში და თავისი კანონების მიხედვით. სადისტისთვის მთავარია აქტი, ფანტაზიის ქმედებაში განხორციელება და დადგმა, ზოგჯერ ფრთხილად დაგეგმილია, მომზადებულია, დაფარულია, ან თავად სუბიექტისთვისაც დაფარულია, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე განაგრძობს ცხოვრებას, თითქოს არც არაფერი ხდება. ის ძალიან მოულოდნელად მიუახლოვდება ხოლმე რეალურ პიროვნებას, რომელიც არის მისი მსხვერპლი. ამავდროულად მორალურ სუბიექტს არჩევს ხოლმე, არღვევს კანონს და ამით მოქმედებს ავტორიტეტის წინააღმდეგ. ამ გზით ის ფიზიკურ და სოციალურ გარემოში რეალურად აღბეჭდავს დარღვევას, ანუ ადგილებს დარღვევას და როცა ეჭვქვეშ აყენებს ამ ავტორიტეტს, რომელიც მას უწესებს რაღაც აკრძალვებს, ამით რეალურად არაცნობიერად ემუქრება საკუთარ თავს. ეს არის ჟერარ ბონეს ინტერპრეტაცია სადიზმის შესახებ წიგნში სექსუალური პერვერსიები. სადისტური ქმედება არ არის უმიზნო, აუცილებელია რომ მან გამოიწვიოს ხელშესახები და რეალური ეფექტი, ეს ნაკბენი, ჩხვლეტები, ჭრილობები და სხვა. სხვაზე მიყენებული ტკივილი მისი სიმტკიცის დამამტკიცებელია. მნიშვნელოვანია რომ იდეალიზებული ან იდეალური ობიექტი იქნეს რეალურად დათრგუნული და დამცილებული. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ის, პარტნიორი, ბავშვი, ახალგაზრდა ადამიანი, მოხუცი თუ სხვა. სადისტი არ აჩენს საკუთარ გრძნობებს და ცდილობს ემოციები მაქსიმალურად დამალოს. მისი აქტები იმეორებს გენიტალურ აქტებს რეალობაში, მაგრამ სადაც სუბიექტის სიამოვნებას იღებს პარტნიორის სიამოვნებით, აქ პირიქით არის სადისტის სიამოვნებას იღებს პარტნიორის ტკივილით, დამცირებით, ტანჯვით.
კრიმინალი სადისტი გაუცნობიერებლად ეძებს შურისძიებას, ესეც ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა. მიმართავს იმას, ფსიქოანალიზი უწოდებს, ასე ვთქვათ, იდეალიზებულ მამას, რომელმაც თავის დროზე, ესე ვთქვათ, ვერ შეასრულა თავისი როლი. სიცოცხლის სიამოვნება სხვაზე მიღებულ ტკივილში, თუნდაც ალტრუისტული ფორმებით, ფართოდ გავრცელებული ტენდენციაა. ზოგიერთ შემთხვევაში მას შეიძლება ეწოდოს მორალური სადიზმი, რომელიც ფარულად იმალება მრავალ სამართლებრივ, მორალურ ან რელიგიურ მოთხოვნებშიც. ასევე შესაძლებელია საუბარი სადისტურ ხასიათზე, სადაც არის სიამოვნება ტკივილის მიყენებით, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სექსუალური თავის სტოლერის წინიდან ამონარით. მორალური სადიზმი, კი. და ხასიათი, სადისტური ხასიათი. არ არის ვერსიაზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც სუბიექტი აღწევს სექსუალურ სიამოვნებას ფიზიკური ტკივილის საკუთარ თავზე მიყენებით, მრავალფეროვანი მეთოდებით, რომელთა განხორციელების პირობებს თვითონ წინასწარ განსაზღვრავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაზოხიზმი წარმოადგენს გაცნობიერებულ მოქმედ პერსიას, მიუხედავად იმისა, რომ პასუხობს გაუცნობიერებელ შინაარსებს და მიმართულია ლტოლითი წყაროსკენ. მაზოხიზმის დროს თავად აქტორი ჩანს როგორც მსხვერპლი, უფრო, ანუ მსხვერპლი ჩანს, ვიდრე ის ადამიანი, ვინც ამ მტრულ აქტს ჩადის, ესე ვთქვათ. მაზოხისტია ის, ვისაც სჭირდება, რომ იყოს დაბმული, ვისაც სურს, რომ სემონ მასზე მოხდეს ურინაცია, დეფეკაცია, ირჩევენ პარტნიორს, ვინც საბოლოოდ დაამცირებს და მიატოვებთ მათ. მტრული დამოკიდებულება შენიღბულია პერვერტულ აქტში, მაზოხისტის ფანტაზმში, სადაც ის არის მსხვერპლი. მაზოხიზმის მდგომარეობა, რაც ფიზიკურ მსხვერპლს გადააქცევს ჩაგვრელზე, ტანჯველზე ფსიქოლოგიურ გამარჯვებულად. მაზოხისტური აქტი ფანტაზმური აუდიტორიის წინაშე მიმდინარეობს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. და ამ ფანტაზმური აუდიტორიის ფუნქცია, რომ გააცნობიეროს თუ რა სადისტი მხეცი და უხეშია ის ადამიანი, ვინც მასზე ძალადობს. ამ პერფორმანსის შემქმნელი მაზოხისტი არასოდეს არის რეალურად მსხვერპლი, რადგან რეალურად არასდროს თმობს კონტროლს, მთელი სცენარი ცნობილია ცნობიერად თუ არა ცნობიერად და გამოსახავს მხოლოდ თაღლითურ ტანჯვას. ტკბობა და დაკმაყოფილება მოწამეობისთვის და აქ არის წინადადებები, რომლებიც ვფიქრობ ამ ფანტაზმის კარგი ილუსტრაციაა, მაგალითად, მათ გული დაწყდებათ, როდესაც მე წავალ. აი ღმერთია ის, ვისაც მე ვუყვარვარ, ანუ სულ მცირე ღმერთი არის ის, ვისაც მე ვუყვარვარ. და ცდილობს აჩვენოს კონტრასტი საკუთარი სიწმინდეს და იმ ადამიანის სიწმინდეს შორის, ვინც მასზე ძალადობს და ვინც მას ატკინა. ირჩევს თუ არა მკვეთრად გამოხატული სექსუალური პერვერტი მაზოხისტი, მან პარტნიორად ირჩევს თუ არა სადისტი მაზოხიზმს, ეს კითხვა დაისვა და პასუხი არის, რომ არა, ორივე ინტუიტურად ხვდება, ემთხვევა თუ არა ერთმანეთის ფანტაზმები ერთმანეთს. კლინიკურ სექსოლოგიასა და ფსიქოანალიზში სექსუალური მაზოხიზმი და სექსუალური სადიზმი განისაზღვრება როგორც პერვერსიები, რომლებშიც სექსუალური აგზნება სტრუქტურულად არის დამოკიდებული ტანჯვაზე. ან ტანჯვის მიყენებაზე. ეს მხოლოდ პრეფერენციები არ არის და ეს არის აგზნების ორგანიზაციის ძირითადი პირობები, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოხდეს სექსუალური აგზნება. მათი მიზნები, ფანტაზიები და შფოთვები ხშირად ეჯახება ერთმანეთს, ვიდრე ეწყობა. მაზოხისტის არაცნობიერი მიზანი ხშირად არის თვითდასჯა, დანაშაულის გამოსყიდვა ან ავტორიტეტისთვის დამორჩილება და არაუბრალოდ სხვისგან ტკივილის მიღება. სადისტს კი სჭირდება კონტროლი, ბატონობა, ნარცისული აღიარება და პარტნიორი, რომელსაც სურს ტანჯვა. ანუ ეს არ არის მისთვის მიზიდვარი. მაზოხიზმი დანაშაული სადისტს კი სჭირდება თუ სადიზმი ძირითადად რიტუალური და იმპულსური აქტის გამოვლინება, მაზოხიზმი თავად
რიტუალია, აქ არსებით საკითხი თავად ქმედება კი არა, არამედ მტკივნეული გამოცდილებაა, რომელიც მაზოხისტისთვის ძლიერ სასურველია და ნებაყოფლობით ეჩვენება მეორეს ან პარტნიორს. ეს არის სცენარი, სადაც მაზოხისტი არის ერთდროულად რეჟისორი და მთავარი გმირი და აქვე არის ვუდი ალენის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ არასდროს ისე კარგად არ ვარ და კარგი არ ვარ, როგორც მაშინ, როდესაც საკუთარ ფილმებში ვთამაშობ. ტკივილის ეფექტი მატულობს წარმოსახვით, ანუ ფანტაზმური ან რეალური დამკვირვებლების არსებობით, ანუ სჭირდება აუდიტორია, რომლებიც ხშირად იქცევიან მოწმეებად. ამ კონცეფციას უწოდებენ დემონსტრაციულ მახასიათებელს და მაზოხიზმის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად არის აღიარებული. შეიძლება ექსპედიციონიზმიც იყოს. სადიზმისგან განსხვავებით, მაზოხისტურ პრაქტიკაში ყველაფერი მიმართულია ტკივილის სასიამოვნო განცდის მიღებაზე ისე, რომ არ გამოიწვიოს სერიოზული ფიზიკური დაზიანება. აქედან გამომდინარე, აღინიშნება პარადოქსი, მაზოხისტი პერვერტი იშვიათად იწვევს სიცოცხლისთვის საფრთხეს ან ორგანოების დაზიანებას. და სადიზმში ესე არის. სადიზმს სჭირდება კიდეც, რომ ეს ნახოს ფიზიკურად შედეგი საკუთარი ქცევის. მაზოხისტი არ მიიჩნევს პარტნიორს თანასწორად, პარტნიორი მონაწილეობს მხოლოდ იმისთვის, რომ შეუერთდეს მაზოხისტს თამაში. მაზოხისტური კონტრასტი მიზნად ისახავს შექმნას დახურული იზოლირებული სისტემა, რომელიც წარმოადგენს სექსუალური ინტიმურობის სივრცეს. და აი ამ ესე ვთქვათ კონტრაქტს ადგენს თვითონ, სადაც ობიექტების მნიშვნელობას და გამოყენებას განაგებს წინასწარ, ვთქვათ, უნდა იყოს გამოყენებული ჯოხი, წვეტიანი ფეხსაცმელი, კონკრეტული ტანსაცმელი, განაწილებს ეს ვთქვათ როლებს, ვის რა როლი უნდა ჰქონდეს და ეს კონტრაქტი ზოგჯერ მოიცავს დასჯის და სანქციების სისტემას, თუ რაღაცა ისე ვერ წავა, როგორც თვითონ დაგეგმო, უნდა დასაჯოს, თუ წესები დაირღვა. ახლა გადავალ ერთს დავამატებ კიდე. როცა საუბარია მაზოხისტურ ხასიათზე, სახეზია მუდმივი საჩივრების სუბიექტის მხრიდან, ანუ ადამიანი, რომელიც სულ საჩივრებს წერს. გახსოვს ან იქ რო განვიხილავდით იმაზე ჯგუფში პარანოის მაგალითი იყო. ხო, პარანოის მაგალითი, ან მაზოხისტური, ესე ვთქვათ, ხასიათი, თუ შეიძლება ესე ერქვას. პარანოიაში, რომ ადამიანი, რომელიც მუდმივად საჩივრების წერისკენ არის მომართული. და სულ რო წერს და ამის ახსნა იყო დაკავშირება იყო პარანოიასთან, ხო. რომ სახეზია მუდმივი საჩივრები და მნიშვნელოვანია, რომ გარემოდან მოდიოდეს სულ უარყოფა ამ რაღაცა საჩივრების. ცხოვრების აღქმა, როგორც სასიამოვნო შეუძლებელია, ანუ არ ხდება ცხოვრების სასიამოვნო დახქმა, შესაბამისად მაზოხისტური ხასიათის მქონე ადამიანი რეალურ სიამოვნებას და სიხარულს პოულობს, როდესაც საქმე აქვს რაღაც ავადმყოფობებთან, კატასტროფებთან და ასე შემდეგ. ახლა გადავალ ფროიდის მაზოხიზმის ეკონომიაზე, სადაც უფრო დეტალურად შლის ამ ორი მდგომარეობის არსს, ესე ვთქვათ. თუ ფსიქიკური პროცესები სიამოვნების პრინციპით იმართება, ანუ ის სვამს კითხვას, რომ თუ მთავარია სიამოვნების პრინციპი, მაშინ მაზოხიზმის იდეა არის საერთოდ გაუგებარი, რომ რატო შეიძლება ადამიანი იყოს აქეთ მიდრეკილი. სიამოვნების პრინციპს შევისწავლეთ ორ სხვადასხვა ინსტანციურ ჯგუფთან მიმართებით, ეს არის სიკვდილის ინსტინქტები და სიცოცხლის ინსტინქტები, ანუ ლიბიდინალური, ეროტიკული ინსტინქტები. თუ მივიჩნიეთ, რომ ნირვანას პრინციპი მართავს ყველა ფსიქიკურ პროცესს, რომლის მიზანია ფსიქიკაში სტაბილურობის შენარჩუნება, ანუ როდესაც შემოდის აგზნება, ეს აგზნება ან ნულამდე დაიყვანოს, ან შეამციროს, ან დადაბლოს. ნირვანას პრინციპი კი გავაიგივეთ სიამოვნების და არასიამოვნების პრინციპთან. აქ ცოტა ჩახლართულია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მე მგონი არც ისე გაუგებარი არა. ნირვანას პრინციპი კი გავაიგივეთ სიამოვნების და არასიამოვნების პრინციპთან, რის მიხედვითაც ყოველ არასიამოვნებას უნდა შეესაბამებოდეს აგზნების დონის ამაღლება, ხოლო სიამოვნებას მისი დაქვეითება. ეს წარმოდგენა ვერ იქნება მართებული და ამის ძალიან კარგი მაგალითია სექსუალური აგზნებაო, ამბობს ფროიდი, რადგან აგზნება იმატებს და ამას ახლავს თან სიამოვნება.
ფროიდი ამბობდა, რომ ყველა ფსიქიკური ტენდენცია საბოლოოდ ისწრაფვის ნირვანასკენ, ანუ აგზნების ნულოვანი მდგომარეობისკენ, რაც სინამდვილეში სიკვდილის ლტოლვის მიზანია. თუმცა შემდგომ განასხვავებს ამ ორ პრინციპს და ამბობს, რომ ნირვანას პრინციპი, რომელიც სიკვდილის ლტოლვას ეკუთვნის ცოცხალ არსებებში, განიცდის ცვლილებას. სიკვდილის ლტოლვის ნირვანული ტენდენცია არ ქრება, არამედ გარდაიქმნება სიამოვნების პრინციპად და ფსიქიკას სწავლობს ენერგიის დოზირებულ განტვირთვას, ანუ ისე, რომ გააგრძელოს სიცოცხლე, ანუ არც ძალიან ბევრი იყოს და არც ძალიან ცოტა. ამგვარად, სიამოვნების პრინციპი არის ნირვანას პრინციპის გარდაქმნილი ფორმა, რომელიც ემსახურება სიცოცხლის შენარჩუნებას. ფსიქიკური ენერგია მისწრაფვის ნულისკენ, მაგრამ სიცოცხლე მას არ აძლევს ამის საშუალებას და ზუსტად აი ამ ზეწოლის და ჭიდილის შედეგად ჩნდება სიამოვნების პრინციპი, რომელიც ენერგიას აკავებს დაბალ, მაგრამ სიცოცხლის უნარიან დონეზე, თუ შეიძლება ესე ითქვას. ფროიდისთვის სიამოვნების პრინციპი, ანუ ზუსტად ეს არის ეკონომიკური ბალანსის პრინციპი, ფსიქიკის ძირითადი კანონმდებელია, ფსიქიკური აპარატი ისწრაფვის, რომ ეს აგზნების დონე შემცირდეს, დაძაბულობა ტკივილია, განტვირთვა არის სიამოვნება. ფსიქიკა ცდილობს იყოს მშვიდად, დაბალ, მაგრამ ენერგიულ ტონუსზე. ამით იცავს თავს ზუსტად გადაჭარბებული აგზნებისკენ. მაგრამ ამავე დროს ფროიდისთვის სიცოცხლე თავადვე გულისხმობს იმას, რომ გარკვეულ დონეზე დაძაბულობის შენარჩუნება მოხდეს. ანუ აგზნებამ ნულამდე მიაღწია, ეს ნიშნავს, რომ დგება ნირვანული მდგომარეობა, ანუ სიკვდილის მდგომარეობა, ხოლო სიამოვნების პრინციპი არის ზუსტად ის შუა წერტილი, რომელიც სიცოცხლეს და სიკვდილს შორის ინარჩუნებს, ესე ვთქვათ, მდგომარეობას. ის არ უშვებს ენერგიის სრულ ნულამდე დაცლას, მაგრამ არც ზედმეტად გადაჭარბებას. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო შეხვედრებზე ლაკანის ხედვას შევეცდებით, რომ წარვადგინოთ პერვერსიებზე, აქ ძალიან მოკლე ჩანართს გავაკეთებ, იმიტომ რომ შინაარსობრივად ებრძნება და ზუსტად აქ შემოდის კითხვა, რასაც სვამს ლაკანი, რომ სად იბადება ჟუისანსი, ანუ ტკბობა. და ამბობს, რომ ფსიქიკა კი არ იზღუდება სიამოვნებით, არამედ გადაცდება აი ზუსტად აი ამ ზღვარს. და ეს ტკბობა ლაკანისთვის ნიშნავს ისეთ სიამოვნებას, რომელიც აღარ ემორჩილება სიამოვნების პრინციპს და ეს არის სიამოვნება, რომელიც გადადის ტკივილში, ანუ ზუსტად აი ამ ზღვარს ცდება, აგრძელებს თავის მოქმედებას, სადაც მოდის უკვე სიამოვნება. თუ სიამოვნების პრინციპი ზღუდავს ბევრ აგზნებას და იცავს სუბიექტს დატვირთვისგან, ეს ჟუისანსი, ანუ ტკბობა არის, რაც არღვევს ამ ზღვარს და სუბიექტი მიდის იქ, სადაც არის ძალიან ძლიერი და ინტენსიური ემოციები, სადაც არის ტკივილი და სადაც არის ბევრი ემოცია, ესე ვთქვათ. და ამის ძალიან კაი მაგალითია სექსუალური აგზნება, და მაგალითის საფუძველზე სიამოვნების პრინციპი ამბობს, რომ მიაღწია ტკივილამდე მისვლამდე და სიამოვნებას და შემდეგ განიტვირთე, ხოლო ტკბობა ამბობს, რომ გადაცდი ამ ზღვარს და იპოვე სიამოვნება სწორედ ტკივილში, აკრძალულში, ესე ვთქვათ, სიგიჟის ზღვარზე. ამიტომ ლაკანისთვის ტკბობა არის სიამოვნება სიკვდილის ლტოლვისნაირ სახეობაში, სწორედ ის ენერგია, რომელიც ფროიდთან ნირვანის პრინციპთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ახლა დაბრუნებულია სიცოცხლის სივრცეში, როგორც ტანჯვითი სიამოვნება, ანუ ტანჯვით ვიღებული სიამოვნება. პრინციპში ხო შეიძლება ტანტრული სექსი გავიყვანოთ? აი მან ისეთი რაღაცა სადაც მანტრა, ტანტრა. მე ტანტრომი მეგონა. ხო. სადაც ის იქამდე აქცენტის შემცირებამდე. ორგაზმამდე არ მიდის, ანუ ეს ტკბობა არის მაქსიმალურად გახანგრძლივებული და სხვათა შორის აქ იყო საუბარი ორგაზმის მდგომარეობის, ასე ვთქვათ, გადავადებაზე, ზუსტად მაგ პრინციპი. იდეა მაგას ემსახურება. რომ შეინარჩუნოს ეგ მაქსიმალურად. ხო, იმიტომ რომ თუ ორგაზმი გულისხმობს განტვირთვას და ეს უნდა უდრიდეს, ესე ვთქვათ, ნორმალურ შემთხვევაში სიამოვნებას, ხო, მან პირიქით არის. ხო. შენარჩუნება მაქსიმალურად იქნას. თან იოგებშია ეს. ტანჯვა არის მაგაში. ფროიდისთვის ტანჯვა არის იმაში, რომ აი
ანუ სიამოვნება არის განტვირთვა და ტანჯვა არის ამ აგზნებაში ყოფნა მაქსიმალურად დიდი ხანი. ფროიდი აღმოაჩენს, რომ სუბიექტი ხშირად არღვევს აი ამ სიამოვნების პრინციპს, ეკონომიკური ბალანსის პრინციპს და მიდის იქ, სადაც ტკივილია, სადაც სიამოვნება იშლება და მაინც ტკბება ამით. და ზუსტად ეს არის ტკბობაო, ამბობს ისიც, სიამოვნება გადამეტებული თვითდამონგრეველი, თვითდესტრუქციული ფორმით. რაც შეეხება მაზოხიზმს და მასზე დაკვირვების მიხედვით, სამი ფორმა გვხვდება, ასევე ფროიდის მიხედვით, ასე მოკლედ რომ ვთქვათ, ეროგენული, ფემინური და მორალური მაზოხიზმი. ეროგენული მაზოხიზმი, ანუ სიამოვნება ტკივილში, რაც დანარჩენი ორი ფორმის საფუძველში ცდებს, მისი ფესვები უფრო ბიოლოგიურ და კონსტიტუციურ საფუძველს მოიცავს. მორალური მაზოხიზმი, რომელიც იმ მომენტისთვის ახლახას იდენტიფიცირდა ამბობს ფროიდი, ფსიქოანალიზის მიერ როგორც წესი არაცნობიერი ბრალის გრძნობა. და ამაზე უფრო მეტს ვიტყვი შემდეგ და ძალიან საინტერესო განხილვა. და ფემინური მაზოხიზმი, რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომია დაკვირვებისთვის და ამიტომ აქედან დავიწყებთ განხილვას, ამბობს ის. მაზოხისტი მამაკაცის შესახებ წერს და იმიტომ რომ ის ობიექტია, რომელიც სავარაუდოდ პაციენტად ყავდა და ასე ვთქვათ, ბევრი მასალა ჰქონდა მას. მაზოხისტი მამაკაცის ფანტაზმების მეშვეობით ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ ფემინურ მაზოხიზმს. ეს მამაკაცები ხშირად იმპოტენტები არიან, სწორედ ამ მიზეზით და ეს ფანტაზიები მთავრდება ონანიზმის აქტით ან თავად წარმოადგენენ სექსუალური დაკმაყოფილების წყაროს. პერვერტი მაზოხისტების რეალური პრაქტიკა იდეალურად შეესაბამება ამ ფანტაზმებს. ორივე შემთხვევაში ფანტაზმების შინაარსი ასეთია, რომ იყოს დამცირებული, ტკივნულად ნაცემი, დამორჩილებული და სხვა. და უფრო იშვიათად, მაგრამ დასახიჩრებულიც კი. მაზოხისტს სურს, რომ მას მოექცნენ როგორც დაუცველ, უმწეო და დამოკიდებულ ბავშვს, მაგრამ უფრო მეტად როგორც ცუდ ბავშვს. მაზოხისტური ფანტაზმების კვლევა აჩვენებს, რომ სუბიექტი დგება ფემინურობისთვის დამახასიათებელ პოზიციაში, რაც ნიშნავს კასტრაციას, კოიტუს, მშობიარობას. სწორედ ამის გამო უწოდა მან ფემინური მაზოხიზმი, მიუხედავად იმისა, რომ მასში მრავალი 엘ემენტი უფრო ინფანტილურ ცხოვრებას უკავშირდება. მაზოხისტური ფანტაზმების შინაარსში ასევე ვხვდებით ბრალეულობის განცდას. ადამიანი თითქოს აღიარებს, რომ ჩაუდენია რაღაც დაუდგენელი დანაშაული, რომელიც უნდა გამოისყიდოს ამ ტკივილით და წამების პროცესით. თითქოს ეს მაზოხისტური შინაარსის ზედაპირული რაციონალიზაციაა, მაგრამ მის უკან იმალება კავშირი ინფანტილურ მასტურბაციასთან და სწორედ ეს ბრალის განცდა არის გარდამავალი ფაქტორი მესამე ფორმამდე, რომელსაც წეღან ვუწოდეთ მორალური მაზოხიზმი. ჩემს მიერ აღწერილი ფემინური მაზოხიზმი მთლიანად ეყრდნობა პირველადი ეროგენული მაზოხიზმის საფუძველს, ამბობს ფროიდი. ანუ ტკივილში სიამოვნების მიღებას, რომლის ასახსნელად ცოტა უკან გადავახვიოთ, ანუ სამი ესე სექსუალობის თეორიების შესახებში, ის ამბობს, რომ სექსუალური აგზნება წარმოიქმნება, როდესაც როგორც გვერდითი ეფექტი, მთელი რიგი შინაგანი პროცესების დროს, მაშინ როცა ამ პროცესების ინტენსივობა გარკვეულ რაოდენობრივ ზღვარს გადაცილდება. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზმში საერთოდ არაფერი არ მიდის აი ამ ლიბიდინური აგზნების კომპონენტის გარეშე. შესაბამისად, ტკივილისა და არასიამოვნების აგზნებაც ამავე შედეგს უნდა იწვევდეს, ანუ ამითი სხვა სიტყვებით უფრო მარტივად რო ვთქვათ, არის ის, რომ ტკივილიც და არასიამოვნებაც შეიძლება იწვევდეს აგზნებას, სექსუალურ აგზნებას. ლიბიდო ცოცხალ არსებებში ხდება სიკვდილის ან განადგურების ლტოლვას, რომელიც მასში ბრძანებლობს და სურს ეს არსება ნაწილებად დაშალოს.
და ლიბიდოს ამოცანაა ამ გამანადგურებელი ლტოლვის გაუნებელყოფა. იგი ამას ახერხებს იმით, რომ ლტოლვას დიდწილად მიმართავს გარეთ, კუნთოვანი სისტემის დახმარებით და წარმართავს მას გარესამყაროს ობიექტების წინააღმდეგ. მას ეწოდება განადგურების ლტოლვა, ბატონობის ლტოლვა, ძალის ნება. ამ ლტოლვის ნაწილი პირდაპირ ემსახურება სექსუალურ ფუნქციას, სადაც მას მნიშვნელოვანი როლი აქვს და ეს არის სადიზმი. მაგრამ ამ ლტოლვის მეორე ნაწილი არ გადაადგილდება გარეთ, არამედ პირიქით რჩება ორგანიზმში და იქ უკავშირდება ლიბიდოს, ან თანააგზნება ხდება. და სწორედ ამ შიგნით დარჩენილ ნაწილში შეგვიძლია მოვიაზროთ მაზოხიზმის პირვანდელი ეროგენული ფორმა. ეკონომიკური სურათი, ესე ვთქვათ, ფროიდის მიერ თავაზებული ესე გამოიყურება, რომ არის სიკვდილის ლტოლვა, რომელიც არის დაშლის, დესტრუქციის, ნულამდე დაბრუნების ტენდენცია, ლიბიდო, ეს არის შეერთების, ცხოვრების აღდგენის ტენდენცია, ხოლო მაზოხიზმი ამ ორი ძალის შერწყმის წერტილია, სადაც სიცოცხლის ენერგია ახერხებს გარდაქმნას, სიკვდილის ლტოლვა ხდება ტკბობის წყარო. ფროიდისთვის მაზოხიზმი არის სადიზმის შიგნით შებრუნებული ფორმა. სადიზმი და მაზოხიზმი, ანუ ერთი დინამიკის ორი მიმართულებაა. მაზოხიზმი შიგნით შებრუნებული სადიზმიაო და ფროიდი ამატებს აქ ახალ ელემენტს, რომ ეს შებრუნება ხდება მხოლოდ მაშინ ტკბობის წყარო, როცა ამ ყველაფერს ეს ყველაფერი უკავშირდება ლიბიდოს, ან თუ უკავშირდება მას. და მაზოხიზმი არის სიკვდილის ლტოლვის შიგნით დარჩენილი ნაწილი, რომელიც უკავშირდება ლიბიდოს და სხეულში ტკივილს ტკბობის ენერგიად გარდაქმნის. შეგვიძლია წამოვაყენოთ ჰიპოთეზა, რომ ეს ორი სახის ლტოლვები შერწყმებიან ერთმანეთს განსხვავებული პროპორციებით. ანუ ფროიდი ამბობს, რომ არ არსებობს ცოცხალი ორგანიზმი, სადაც მხოლოდ სუფთად სიკვდილის ან სუფთად სიცოცხლის ლტოლვები არსებობს და ეს ყოველთვის არის რაღაც მათი შერწყმის შედეგად ვიღებთ რაღაც კონკრეტულ სურათს. და ეს ეკონომიკური, ესე ვთქვათ, კომპოზიცია, ანუ ენერგიების გადანაწილება, სადაც ტკივილი, სიამოვნება, აგრესია და ლტოლვა ყოველთვის ერთმანეთს ერწყმის და არ არის, ესე ვთქვათ, მხოლოდ ერთი ფორმის წარმოდგენა. და ზუსტად ამ პასაჟით ფროიდი ამბობს, რომ სიცოცხლე არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ლიბიდო და სიკვდილის ლტოლვა არის ერთმანეთთან შერეული. როცა ეს შერევა ირღვევა, სიკვდილი იძენს ტკბობის ფორმას და ზუსტად ეს არის მაზოხიზმი. ამ შემდეგ ფროიდი უბრალოდ საუბრობს მაზოხიზმის ორ ძირითად დონეზე, პირველად და მეორად დონეზე. ამას აღარ ვიტყვი დეტალურად, ცოტა გადავახტები. ტოტემური ცხოველის, ანუ მამის მიერ შთანთქმის შიში იღებს სათავეს პირველყოფილი ორალური ორგანიზაციიდან. მამის მიერ ცემის სურვილი მომდინარეობს უკვე შემდეგი სტადია, რაცაა სადისტრო-ანალური ფაზიდან. ფალიკური ორგანიზაციის სტადია მაზოხისტურ ფანტაზიებში შემოიტანს მის ნალექს, ანუ კასტრაციას, თუმცა ეს მოგვიანებით ხდება უარყოფის საგანი. ხოლო საბოლოო გენიტალიური ორგანიზაცია ბუნებრივად წარმოიშობა ორგანიზაციიდან ბუნებრივად წარმოიშობა და ესე უნდა იყოს, რომ ფემინირობისთვის დამახასიათებელი სიტუაციები, კოიტუს დამორჩილება, მშობიარ. და ექსკრემენტების, ასე ვთქვათ, როლი მაზოხიზმში და მათი გაგება, ექსკრემენტები, ესე იგი, სხეულის პრივილეგირებული ეროგენული ზონებია მაზოხიზმის შემთხვევაში, სადისტრო-ანალურ ფაზაში, ისევე როგორც კერდი არის ორალურ ფაზაში, ფალოსი გენიტალურ ფაზაში. ეხლა მაზოხიზმის მესამე ფორმა, რომელიც ალბათ ყველაზე საინტერესოა, მორალური მაზოხიზმი და მორალური მაზოხიზმის კავშირი იმასთან, რასაც ჩვენ სექსუალობას ვუწოდებთ და ეს ცოტათი შესუსტებული, აქ იგულისხმება ის, რომ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც სექსუალური აქტი იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ მორალურ მაზოხიზმზე. მაზოხისტური ტანჯვა გულისხმობს წინაპირობას, რომ ტკივილი უნდა მოდიოდეს საყვარელი ადამიანისგან, ან უნდა იტანდეს მას მისივე ბრძანებით. მორალური მაზოხიზმის დროს აღარ არის ეს შეზღუდვა, აქ მთავარი მნიშვნელობა ენიჭება თვითონ ტანჯვას.
მნიშვნელობა არ აქვს ის გამოწვეული იქნება საყვარელი ადამიანისგან თუ არა. ასევე შეიძლება ეს ტანჯვა გამოწვეული იყოს რაღაც გარემოებებისგან, რაღაც არაპიროვნებისგან, არამედ უპიროვნო ძალებისგან, ესე ვთქვათ, და ასე შემდეგ. და ფროიდი ამბობს, რომ ფროიდი საუბრობს კლინიკაში, ანუ პრაქტიკაში, როგორ არის ხელისშემშლელი ეს მორალური მაზოხიზმი თერაპიულ წინსვლაში. რომ იმდენად მიდრეკილია, ესე ვთქვათ, ადამიანი ამისკენ და მსგავსი ტიპის ქცევების განმეორებისკენ არ უნდა რომ გათავისუფლდეს და ეს არის აღქმული როგორც ყველაზე დიდი რეზისტენტულობა, ერთ-ერთი დიდი რეზისტენტულობა და ძალიან ხელისშემშლელი ფაქტორი თერაპიულ პროცესში. და ზუსტად ეს არის აი ამ სნეულების სარგებელი, რასაც არაცნობიერი სარგებელი, რასაც ადამიანი იღებს ამ ყველაფრისგან. თუმცა ასევე საყურადღებოა ისიც და ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო დაკვირვებაა, რომ როდესაც ხდება ადამიანის ცხოვრებაში რეალურად რაღაც ისეთი, რაც გამოიწვევს მის ცუდად ყოფნას, თქვათ რაიმე დაავადება, ან რაღაც დაიღუპა ვიღაცა, ან რაღაც მსგავსი, ხო, ანუ იქ გადადის რა. და ზუსტად აქ რეალური ხდება და აქ არის მთავარი ის, რომ შენარჩუნებულია ტკივილი, ანუ აღმოჩნდა, რომ მთავარი არის ეგ, რომ თავი იდეა არის ეგ, რომ შენარჩუნებული იყოს ეგ ტკივილი. და არ აქვს მნიშვნელობა საიდან წამოვა. და ეხლა სუპერეგოს და ეგოს და იდის ჩართულობა ამ ყველაფერში. ჩვენ სუპერეგოს მივაკუთვნით სინდისის ფუნქცია. ეგო რეაგირებს შიშის შეგრძნებით, მაშინ როდესაც ამჩნევს, რომ ვერ აღწევს იმ მოთხოვნებს, რომელსაც სუპერეგო მას უყენებს. და კითხვა ისმება, რომ როგორ მოიპოვა სუპერეგომ საერთოდ ესეთი მომთხოვნის როლი და რატო უნდა ეშინოდეს ეგოს თუ იმ იდეალს ვერ მიუახლოვდება, რაც დაუწესეს. ეგოს ფუნქცია არის ის, რომ შეათანხმოს აი ამ ინსტანციების მოთხოვნები, რომელსაც იგი ემსახურება. სუპერეგო იდის ისეთივე წარმომადგენელია, როგორც გარესამყაროსი. რაც მის დაბადებას საფუძვლად დაედო, იყო ის, რომ ლიბიდინალური იმპულსების პირველმა ობიექტებმა, ანუ მშობლებმა, ინტროექციის გზით გადაინაცვლეს ეგოში. ამ ინტროექციის პროცესში გაუცხოვდა მათთან კავშირი, ანუ სექსუალური მიზნებიდან გადაუხვია და ეს არის ის გზა, რომლითაც მხოლოდ ის გზა, რომლითაც შეიძლება ოიდიპოსის გადალახვა. სუპერეგო ამიერიდან ინარჩუნებს იმ ინტროექცირებული პირების არსებით თვისებებს, მათ ძალაუფლებას, იმკაცრეს, ზედამხედველობას და დასჯისკენ მიდრეკილებას. იმგვარი ინტროექცია აძლიერებს სუპერეგოს სიმკაცრეს, ანუ სუპერეგო მასში მოქმედი მორალური ცნობიერება შეიძლება გახდეს მკაცრი სასტიკი შეუბრალებელი იმ ეგოს მიმართ, რომელიც მას ექვემდებარება, ესე ვთქვათ. და ეს კანტის კატეგორიული იმპერატივი პირდაპირ მემკვიდრეა აი ამ ოიდიპოსის კომპლექსის, ამბობს, იმიტომ რომ ეს არის სუპერეგოს ბრძანება ტკბობისკენ, ანუ არა მხოლოდ გაკეთებისგან მიიღეს სიამოვნება, არამედ ისიამოვნე იმ პროცესში ტანჯვით, ან როდესაც შენ იცავ რაღაც წესს, ამითი მიიღეს სიამოვნება. ეს არის ბრძანება, ესე ვთქვათ. ამაზე სხვათა შორის აი სუპერეგოს და ეგოს მიმართება, აი ამ წიგნში ეს სურვილი და პერვერტი როგორ არის ისე აღწერილი ეგოს კლეჩის ხიფარი, რომ მათ არის საუბარი, რომ ეგოს გახლეჩა ხდება და კითხვა ისმევა, რომ აქ სუპერეგო სად არის, ანუ პერვერსიის დროს სუპერეგო რას ვიკეთებსო რა და ესე არის ახსნილი, რომ სუპერეგო პერვერსიისკენ არის შეტრიალებული და ადგილს უთმობს, რომ ეგოში მოხდეს ეს კლეჩა. ხო. ესე გამოდის. კი, ესე გამოდის. ეგ მასოხიზმში არის ეგრე, თვითონ ხდება მე ის, ვინც აკეთებს აი ამ რაღაც აკრძალვებს და რაღაცებს, ვიტყვი მაგაზეც. ეგ არის. ხო.
ანუ ის პიროვნებები ვისიან ანარეკლების ასე ვთქვათ არიან სუპერეგოში, რომლებიც სუპერეგოში განაგრძობენ მოქმედებას მორალური ინსტანციის ფორმით, მას შემდეგ, რაც აღარ არიან ისინი იდის ლიბიდინალური იმპულსების ობიექტები, ამავე დროს ეკუთვნიან გარე რეალურ სამყაროს. ამ თანხმედრის წყალობით სუპერეგო, როგორც ოიდიპოსის კომპლექსის შთამომავალი, იქცევა ასევე გარე რეალური სამყაროს წარმომადგენლად. ანუ აი რა სიტყვის მეზობელი მაგალითად, ან რაღაცა როდესაც ხდება ის რაც თქვა წამოვიდა შობლისგან, ესე გავიგე. მერე შეიძლება ისე აღარ იყოს ეგეთი მითითება, მაგრამ უკვე თვითონ სუპერეგო აკეთებს იმას, რომ ეს ყველაფერი განაზოგადოს მერე თქვა გარე სამყაროს. ამგვარი ადამიანები თავიანთი ქცევით, როგორც თერაპიაში, ისე ცხოვრებაში, ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ზედმეტად მორალურად არიან ინჰიბირებულნი. თითქოს მათ მართავს განსაკუთრებულად მიგრძნობიარე მორალური ცნობიერება, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაჭარბებული მორალის შესახებ თვითონ არაფერი არ იციან. თუ საკითხით, რომ ღრმად შევეხებით, კარგად დავინახავთ განსხვავებას ამ არაცნობიერ მორალურ გაგრძელებასა და მორალურ მაზოხიზმს შორის, რომელზეც ხო ჩვენ აქ ვისაუბრეთ. პირველ შემთხვევაში აქცენტი გადაჭრილი შეგაწყვეტინებ, ეგეთი პაციენტები ხანდახან ძალიან აკვირდებიან აი დროს და ვარ გადაარ ერთი წუთით დაგაგვიან და რაღაც აი ცოტა მაგაზე, მაგზღვარზე გადის თითქოს მთელი ეს მორალი რა ამ ჩარჩოზე. შინაარსზე კი არა, არამედ აი ჩარჩოს სიზუსტეზე. ყოველთვის ვეკითხები, რამდენი წუთი გრძელდება თერაპია, ვიკონტროლებენ. ერთ წუთთან დავმთავრე. მაგრამ სხვაიც კონტროლება. ხო, ნუ ობსესიურიც არის. ხო, ეგ არის საინტერესო, შეიძლება იმასაც აქვს ეგ მახასიათებელი. მე ვფიქრობ, რომ კი ეს ობსესიურ ნევროსთან ჭიდრო კავშირში უნდა იყოს, იმიტომ რომ თვითონ ობსესიურ ნევროტიკსაც ახასიათებს ერთგვარი სადიზმის კომპონენტი, რაც აბრაჰამი ამახვილებს ყურადღებას, რომ ის გარემოზე ძალადობს თავისი წესრიგით და ამავდროულად გარშემომყოფებსაც თავისი წესრიგით ძალადობს. ასე რომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ეს. ამის თავისუფლად საკუთარი თვითიძულებით ესე. კიდევ ერთხელ თქვი. პერიოდული შემსუბუქება ახასიათებს ობსესიურ ნევროტიკს, როცა ეს იძულება გადააქვს სხვაზე. იმსუბუქებს საკუთარ თვითიძულებით. და მან მე მგონი ის მოთხოვნაც არის, რომ აი მე რო ამდენს წირა იმისთვის, რომ მორალურად სწორი ვიყო, შენც ამდენი გაწირა. ხო, იგივე, ანუ ეს რაღაცა ბალანსის ამბავია, ხო? ასე ბევრი გაიყო და αυτό უკან. და ძალიან განსჭირდება. განსჭირდი ტიპებიც არიან, მე თავის დაუნებურად ესეთი ტიპაჟები. ხო, და ძალიან კრიტიკულები საკუთარი თავის მიმართ და მე გარს სამყაროს მიმართაც. ანუ შედეს არიჟანან საკმარის, ხო, სულ არის რეალურად ისიც ხო არის, როგორ აქვს განვითარების, რა განვითარების დონეზეა მიღწეული, რომ და თვითონაც უვალშია. საკუთარი თავის განსაზღვრავს სხვას. აი, მე ესე გავაკეთებდი, მე ესე არ გავაკეთებდი ამ სიტუაციაში მე. ეს უკვე თითქოს გამორიცხავს იქამდე მისვლას, რომ შენ არ ხარ ყველაფერი და არსებობს განსხვავება ადამიანებში. და ესეც რაღაც ერთგვარად შეიცავს, აი არ უნდა ცოტა მეგალომანიურ ვარიანტს. ჩემი ესეც ძალიან ობსესიური სტруქტურისთვის ძლიერ დამახასიათებელი თვისება და ფროიდიც წერს მაგაზე, რომ კორინაციული თქობა აქვს ობსესიურ ნევროტიკს, რომ თვითონ ზემორალური ასე პროგრამატებული. მაგრამ ქცევაში არ გამოიხატება ძირითადად, ანუ არის როგორი აკვიატება, აკვიატებული ქცევა, მაგრამ როგორც ასე ერთი რადგან მორალური ქცევა განხორციელოს, ასე არ აკეთებს ობსესიურ ნევროტიკი, უბრალოდ ფიქსი არის რეგრესირებული. და უბრალოდ რეაქტიც ცოტა მორალს. ანუ ზოგი სხვა სტანჯავს არის იმორალით. ხო, და ერთი დეტალი, რომელიც უყურადღებოთ არ უნდა დარჩეს, არის, რომ სუპერეგოს სადიზმი მკვეთრად ცნობიერია, მაშინ როცა ეგოს მაზოხისტური ტენდენცია ჩვეულებრივ რჩება დაფარული და მხოლოდ ქცევიდან შეიძლება ამ დასკვნის გამოტანა.
ის ფაქტი, რომ მორალური მაზოხიზმი არაცნობიერია, ბუნებრივად გვიჩვენებს ერთ მიმართულებას, რომ ჩვენ უკვე აღნიშნეთ, რომ არაცნობიერი ბრალიულობის განცდა სინამდვილეში ნიშნავს დასჯის მოთხოვნილებას მშობლიური ძალების მხრიდან. ახლა კი ვიცით, რომ ფანტაზმებში ხშირად გამოკვეთილი სურვილი, მამის მიერცემა, ძალიან ახლოს დგას მასთან პასიური ან ფემინური სექსუალური ურთიერთობის სურვილთან. და პირველი ამ შემთხვევაში ან პირველში გულისხმება ეს დასჯის მოთხოვნილება მშობლიური ძალის მხრიდან. პირველი არის რეგრესიული დამახინჯება მეორეს. მეორე არის ეს სექსუალური სურვილის ურთიერთობის მოთხოვნილება. თუ ამ განმარტებას ჩავრთავთ მორალური მაზოხიზმის შინაარსში, მაშინ მისი დაფარული მნიშვნელობა აშკარა ხდება, ანუ აღარ არის დაფარული. ანუ დაფარული არის იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაწილის გააზრებამდე, ესე ვთქვათ, არ მივალთ, რომ კი არაცნობიერი ჩანს და კი გაუგებარი ჩანს ეს განცდა ბრალის გრძნობა, მაგრამ თუ ჩავთვლით იმას, რომ ეს მოდის იქედან, რომ ეს არის სურვილი სექსუალური ურთიერთობის, ვთქვათ, საკუთარი მშობლის მიმართ, მაშინ აღარ არის გაუგებარი, უბრალოდ ამას ამბობს. ხო, ბრალის გრძნობა. ხო, ზუსტად. კი. კუთვნილ განსხვავდება კლაინიანი თემისა, მაგრამ ამ მომიერ ფროიდის ხოლმე პოზიციას იცავდა, შეიძლება ამ ნაშრომში აღარ მახსოვს ხოლმე ეს აქვს ნათქვამი, მაგრამ კულტურულ თემაში მაგალითად ავითარებს ამ თეორიასაც კლაინს აქვს. რეალურად შეიძლება იყოს როგორც ავტორიტეტული ობიექტის აგრესიის გაგრძელება საკუთარ თავში, ასევე პირადი აგრესიის გაგრძელება და ეს უკვე წმინდად კლაინიანური ხედვა, რომ პირველად ბავშვს აქვს საკუთარი აგრესია ობიექტის მიმართ და შემდეგ ხდება მისი ინტუიციება და შიგნით. რეალურად ბრალის განცდაში უფრო აგრესია არის დომინანტი, ასე ვთქვათ. და შემდეგ მისი რომანტიზირება ხდება სექსუალურ კომპონენტთან შეწყდა. ეს მომენტი ხომახსოვს. აქ არის, რომ მორალური მაზოხიზმი არაცნობიერია და არის არაცნობიერი ბრალის განცდა. თუ აღნიშნავთ და ჩავთვლით ისე, რომ დასჯის მოთხოვნილება არის მშობლიური ძალის მხრიდან დასჯის მოთხოვნილება. და ფანტაზმში რახან არის ხშირად გამოკვეთილი სურვილი, რომ მამის მიერცემა ეს ფანტაზმი ძალიან ახლოს დგას ფემინურ პოზიციასთან, რომელიც გულისხმობს ვთქვათ მამასთან სექსუალური ურთიერთობის ქონას. ხო, და თუ ეს ესეა, მაშინ არაცნობიერი აღარ გამოდის, ანუ გაუგებარი, გაუკვეველი აღარ გამოდის მაზოხიზმის, ასე ვთქვათ, შინაარსიო, ამას ამბობს ამ პასაჟში. ეს გაგრძელება ამ ნაცემი ბავშვის, ეხლა რასაც ამბობ. ხო, ჯერ აქაც იგივე იდეას იცავს, ხო, და დასაწყისშიც თქვა, რომ ხო, ეს იმფათი ვთქვათ, ოღონდ თქვა მასტურბაციას უკავშირდება ბრალის განცდა, ცნობიერი. და აღარ არის მე მაგიტო არაცნობიერი. ახლა მოკლედ ეს ვთქვათ სინდისი და მორალი წარმოიშვა ოიდიპოსის კომპლექსის გადალახვისა და დესექსუალიზაციის შედეგად. მორალური მაზოხიზმით კი მორალი ხელახლა სექსუალიზდება, ოიდიპოსის კომპლექსი აღდგება და ესე ვთქვათ მიდის რეგრესიული გზა მორალისკენ უკან ოიდიპოსის კომპლექსთან. ის არც მორალის სასარგებლოდ სრულდება და არც ინდივიდისთვის პიროვნება შეინარჩუნებს საკუთარ მორალთან ერთად მთლიან ამ ნაწილობრივ მაზოხიზმს, სადაც მისი მორალური ცნობიერების დიდი ნაწილი შესაძლოა სწორედ მაზოხიზმის სასარგებლოდ მიიმართოს. მაზოხიზმი თავის მხრივ ბადებს ცდუნებას ჩაადენინოს ცოდვა ადამიანს, რომელიც შემდეგ უნდა გამოისყიდოს ან სადისტური მორალური სინდისის საყვედურებით, ან ბედის სასჯელით ამ უზენაესი მშობლის ძალის მიერ. ამ უკანასკნელი მშობლიური წარმომადგენლის მხრიდან დასჯის გამოსაწვევად მაზოხისტი იძულებულია იმოქმედოს იმის საწინააღმდეგოდ, რაც მისთვის შესაფერისია. იმუშაოს საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ, გაანადგუროს რეალურ სამყაროში თუ რაიმე, ესე ვთქვათ, წინსვლისთვის ან სიკარგად ყოფნისთვის შეიძლება რომ ჰქონდეს ხელშესახები, რომ შეძლოს ამის განხორციელება და ყველაზე მთავარი საფრთხე რომ შეიძლება ამ ყველაფრის გამო მთლიანად საკუთარი თავი და საკუთარი რეალური არსებობაც კი გააქროს, იმდენად ამ იდეას მიხვეს, ესე ვთქვათ. აუში გაწყვეტინებ, ბოდიში, აღარ მახსოვს ამ სტატიას რა ქვია, მოკლედ ფროიდს აქვს რაღაცა სტატია კრიმინალებზე. სადაც წერს, რომ
იმ კრიმინალებზე ლაპარაკი, ვისაც არაცნობიერი დანაშაულის განცდა აქვს და ჩადიან რაღაცა კრიმინალს იმისთვის, რომ მიიღოს ეს დანაშაულის განცდა. რეალური ვალიდური რო გახდეს. ხო, ეგ არის. ვალიდური რო გახდეს, ხო, მაგასაც. რომ ობიექტს მიიღოს ეს ხო, დანაშაულის მართლა განცდა. რეალური რო გახდეს და ხელშესახები კი. ისევ ობსესიური ნევროზი აქაც აქტუალურია იმ მხრივ, რომ მაგალითად ფროიდი ინჰიბიცია სიმპტომი და შფოთვაში ინჰიბიციის ერთ-ერთ ტიპს გამოყოფს, როდესაც ინდივიდი განზრახ აკეთებს რაღაც ისეც, რომ მან წარმატებას ვერ მიაღწიოს, იმიტომ რომ ის არ იმსახურებს წარმატებას, ის არის ვინც წარმატებას არ იმსახურებს. და ეს თვით საბოტაჟები ობსესიურ ნევროზშიც ხშირად წამყვანი არის ხოლმე. და ბრალის გრძნობაც ძალიან ისე არის აშკარად. როგორც ჩანს, ობსესიურ ნევროზშიც არის რაღაც ფუნდამენტურად მაზოხისტური. ხო. სადიზმის სადიზმის შებრუნება და კულტურული რეპრესია, თავი იდეა არის, რომ კულტურა არის ის, რაც მოითხოვს ადამიანში აგრესიის შეკავებას, ადამიანი ვერ ახორციელებს საკუთარ დესტრუქციულ წოლებს გარეთ, ეს ენერგია ვერსად ვერ მიდის და ბრუნდება შიგნით და ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ინტერპრეტაცია ეს არის მაზოხიზმი. გარესამყაროდან დაბრუნებული დესტრუქციული ენერგია, ფროიდის აზრით, ნაწილობრივ ინახება სუპერეგოში, ანუ ეს არის კიდე ერთი ვერსია, ესე ვთქვათ, მაზოხიზმის არსის გაგების. რომ ხო გარესამყაროდან დაბრუნებული დესტრუქციული ენერგია ნაწილობრივ სუპერეგოში ინახება. სუპერეგო იღებს ამას და მიმართავს ეგოს წინააღმდეგ. სწორედ ეს ქმნის სუპერეგოს სადისტურ ბუნებას. ამავე დროს ეგო თვითონ იძენს მაზოხისტურ ტენდენციას, შეიძლება ამბობდი წეგან. ანუ ეგო თვითონ იძენს მაზოხისტურ ტენდენციას, ანუ ტკივილსა და დასჯაში პოულობს გარკვეულ დაკმაყოფილებას. ანუ ორივე მხარე, ანუ ერთის მხრივ ზემოდან სადიზმი, ქვემოდან მაზოხიზმი ერთიანდება ერთ ეკონომიკურ წრეში, სადაც იქმნება შინაგანი, ესე ვთქვათ, ტანჯვა, რომელიც არის მაზოხიზმი. ბრალეულობის წარმოშობა ამ მექანიზმით აიხსნება, რატომ ჩნდება ბრალეულობა სწორედ მაშინ, როცა ადამიანი უარს ამბობს აგრესიაზე. როდესაც გარეთ აღარ არის მიმართულება, ენერგია შიგნით ბრუნდება და იქ ხდება ბრალეულობის ინდისისთვის დასჯის ფორმირება. ამიტომ მორალური ცნობიერება, ესე ვთქვათ, იგივე სუპერეგო, მით უფრო მკაცრია, რაც უფრო კეთილი ჩანს ადამიანი გარეთ. ან რაც უფრო კეთილი და ესეთი ტიპი არის, რეალურად შიგნით უფრო მეტად მაზოხისტია. ეს გამოდის, რომ მაზოხისტი ის ადამიანია, ვინც უარს ამბობს აგრესიაზე, მაგრამ უარს არ ითხოვა. ხო. თუმცა ეს ენერგია აქვს რეალურად ობიექტის დაზიანების ტენდენცია აქვს. უარს გამოხატვაზე. ხო. და შიგნით. ეს რეაქციის ფორმაციის კონტექსტში ხო შეიძლება იყოს განხილული. ჯერჯერობით სხვისგანაც იგივეს მოითხოვს, რომ ეს არ იყოს ბედნიერი. ხო, საბარაღად სამბობდი. რეაქციის ფორმაციის კონტექსტში ხო შეიძლება იყოს ეს განხილული. რომ რადგანაც აგრესია აქვს, ამის გამო იქცევა კარგად. და ესე კეთილად საზოგადოებაში თუ სწორად გავიგე. ეს კი, იგივე იდეაა. და გალაქტიონის დღიურიდან გამახსენდა ჩანაწერი, რომ მე ყველას ასე კარგად დაზდილობიანად იმიტომ ექცევი და როგორც წესი ამითი იყო ცნობილი, რომ ეს ძალიან ზდილობიანი ადამიანი იყო, იმიტომ რომ გულის სიღრმეში ყველამ ძულს. ხო. და მორალის წარმოშობის ინვერსია ეს ასევე საინტერესო პატარა ეს არის. იდეა. ჩვეულებრივ ვფიქრობთ, რომ ჯერ ჩნდება მორალი და ამის საფუძველზე ითრგუნება აგრესია, მაგრამ ფროიდი ამბობს, რომ ეს არის აბსოლუტურად პირიქით, რომ გარეგანი იძულება აჩერებს აგრესიას და სწორედ ამ იძულების შედეგად ყალიბდება მორალი. მორალის ინსტანცია, რომელიც შემდეგ უკვე იწყებს თვითრეგულაციას და თვითდასჯას. ანუ მორალი არის დათრგუნის შედეგი და არა მიზეზი, არა მისი მიზეზი. ფროიდი აკალიბებს საბოლოო ფორმულას, რომ მორალური მაზოხიზმი აჩვენებს, რომ სიცოცხლისა და სიკვდილის ლტოლვები შერწყმულები არიან, მასში ერთდროულად მოქმედებს ეროსი და თანატოსი. ამიტომ თვითდამონგრეველი ტანჯვაც კი არასოდეს არის მხოლოდ სრულიად ტკივილიანი, მას ახლავს აუცილებლად ახლავს ტკბობის ელემენტი.
და ფროიდის მთავარი აზრი ამ ყველაფერში არის ის, რომ მორალური მაზოხიზმი არის ოიდიპოსის კომპლექსის აღდგენა სექსუალიზებული ფორმით. მშობლებისადმი ფემინური, პასიური სურვილის დაბრუნება ტანჯვის გზით და ამავე დროს შინაგანი მორალური სისტემის დეგრადაცია, რომელიც ტკბობის მექანიზმად გადაიქცა. ის იყოს მოგობა თქვენ მოსმენისთვის. კი, ძალიან ნამდვილად კარგი ტექსტია ესეთი, ჩახუჭუჭებული, მაგრამ კარგი. მე იმაზე მეცნობა რამდენი ფილმი არის ასეთი პერსონალურ ურთიერთობებზე. ხოდა აი ეს გამახსენდა რაღაცა დროის წინ უყურე ახალი ფილმი რო არის Netflix-ის სამბაბსა არის Baby Girl ნიკოლ კიდმანი რო თამაშობს. და აი როგორი happy end-ები აქვს ხოლმე ასეთ ფილმებს, აი Grace 50 ელფერიც რო არის რა. ბოლოს ვთავდება, რომ აი რაღაცა ძალიან არადა ის რეალურად ეს გმირი ვინც არის ქრისტიანი არის პერვერტი და ეს ფილმი მთავრდება ისე რომ აი გამოსწორდება. ანუ შეინძახი რეალურ კლინიკასთან რამდენად არ მოდის თანხმადრაში happy end. ხშირად, რა თქმა უნდა, ზოგი ფილმი პირიქით ძალიან რეალურ სურათს გვანახებს როგორი არის რა, მაგრამ ხო ესეთი ცოტა აბსოლუტური და Netflix-ური ფილმები ისე არის, რომანტიზირებული არის, რომელიც არ შეესაბამება რეალურ კლინიკას. კი, გუშინ იყო მაგაზე საუბარი აქვს სხვათა შორის, რომ რაღაცეები რამდენად სხვანაირად და სახიფათოდაც კი არის დატრიალებული თქვა საზოგადოების მიერ, იმიტომ რომ არ ხდება რაღაცებზე სწორი ხაზგასმა. ხო, აი ძალიან რეალური არის მაგალითად ძველი ფილმი რო აი იაპონური ცნობათა იმპერია, ხო, ანუ აი გამოსახული რა ხდება მან ადამიანის პირდაში. და არის კიდე პაზოლინის არის მე მგონი სალო სოდომის ასოცი დღე აი მარკის დესადის ნაწარმოებში დაყრდნობით არის მე მგონი. და ისიც პიანო ტიჩერი. აუ აი ძალიან მაინტერესებს. ხო, აი მანდაც არის მაზოხისტი ქარი. დედაშულზე ამ გონი ხო? ან დედაშულზეა, ხო, ანუ შვილი, რა ვიცი, ზრდასრული, რაღაცა 30 პლუს ქალი და დედა, რომელიც მე მგონი 80-მდე აქვს რაღაც მიტანებული, ერთ უბიში წვანა. და ამ ქალს არ აქვს უცხოური ცხოვრება და არის მაზოხისტი, რომ გაიცნობს რაღაცას, ხო, ანუ პირდაპირ ნაჩვენები არის, როგორი ტანჯვა აქვს შინაგანი. ის ფილმებში აბორციკეთებს თვითონ ხელით ყველაფერს აკეთებს. ცოდნა უბრალოდ და იმდენად მაზოქისტური არის რომ ეგ რომელში? ნიკმანებში. მას არ არის მეორეში ალბათ მეუბნებში. ისე თქვა ამ კარტელის ფარგლებში შეგულია რაღაცა იმაშიც რა ქვია მაგალითად ფილმი ვაჩვენოთ იმაში ხო თუ არ არის გაწერილი უკვე მე მოცობეთოს ხო კი საინტერესო იქნება ძალიან სხვათა შორის ანტიქრისტეს აქ იქ რაღაცა ეხა გამახსენდა ბრალის განცდა გონერი თუ სწორად მახსოვს შულთან დაკავშირებით ხო აქტის დროს ეს ბავშვი გადავარდება იმ ხო დაწყება რო აკეთებდა ხო ფსიქოთერაპევტი ხო შემეცნობს ამ ცოლის ხო მოძულებას მაგრამ და ამას აქვს მაინც რაღაცა ესეთი ძალიან ძლიერი დანაშაულის განცდა ხალხს ინტეგრაციას წავიკითხე მაგალითად რომ ნაკსოვარეთანს და უეცარი აგზნე ახასიათებს ამ ქმნის მიმართაც უეცად მიახდება ბავშვით და სამწუხაროდ მე გადაწყვეტე დასასრულებლად წასვლას თაში და იქ დაიწყო ფილმი ხო ანუ ხა გამახსენდა ხო მეც შეიძლება იქ სცენაზე ყველაფერი დადგმული ისე ქირურგებიც ალბათ არ ეკლებენ პერვერსიაში. ფარული სადიზმი თუ როგორ იყო სწორად მიმართული პერვერსია არა. ქვია მას კოლექტივის სამსახურში მიმართული პერვერსია ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება მაგრამ შეინარჩუნო მთლიანი სხეულის ფანტაზმი ადამიანმა ესე თუნდაც რეალური სხეულია და შიგნეულობა ხო Цаудуков там вот сначала лаут эмоции.
მათში რაღაც სადისტორი. სწორად მიმართულია საკუთარი. ტოტალ კარგი ოპერაცია. სიუგაია ავტის პილოტი. ხო. რაღაცაში იყენებს. ხო, ისე კაი ის არის, საინტერესო თეორია არის, ამდენად შეიძლება მაგისგან გამოათავისუფლო, ანუ ეგეთი ტიპი რო არ წასულიყო ქირურგიაში ვთქვათ, ან რაიმე მსგავსში. რას იზამდა, ხო? რას იზამდა? ო. მამაში რომელსაც სტამჩულებს ლოცულობენ. და ჩარჩოჩი არის მოქცეული და იმდენად შეგურულებს შეთანხმებული სპირიტულ დემენცია და ეს პოზიცია ძალიან რთულია. მოხდა ერთი ფილმი, სადაც დები არის, მთელი ოჯახი არის ვეგანი თუ ვეგეტარიანები რა. და ჩააბარებს ვეტერინარულ ინსტიტუტში და მეორე დაც მიდის იქ მოკლედ. და ამ ინსტიტუტში რაღაცა ეს კამპუსია რა მოკლედ და ეგეთი ტრადიცია აქვს, რომ ვინც შემოდის ახალი, უნდა ჭამოს ცხენის ხორცი. და ამ დებს არასოდეს არ უჭამიათ ხორცი მოკლედ, რა ისე გაიზარდნენ ოჯახში, რომ არასოდეს ხორცი არ უჭამიათ და გასინჯავენ ამ ხორცს. და იქ ჩაერთვებათ და გახდებიან კანიბალები რა. მოკლედ ფილმის იდეა არის, რომ ეს ოჯახი ვეგანი იყო იმიტომ, რომ იფარებოდა ეს კანიბალიზმი შეჭრა. ესე ხელოვნური ჩარჩო იყო კანიბალიზმის წინააღმდეგ. გამოდის ეს გადაწყვეტილება შეიძლება რაღაცას ფარავდეს. კარგით, თუ კითხვები არ არის გავაგრძელებ. მე მაშინ არშობ. ხო, მე მოკლედ ვილაპარაკებ პერვერსიულ ფანტაზმზე და ძირითადად განვიხილავ ფროიდის 1919 წლის სტატიას ნაცემი ბავშვის შესახებ, მაგრამ ძალურცლათაც თვითონ ამ სტატიას არ განვიხილავ. მოკლედ მოგიყვებით რა რითია მნიშვნელოვანი ეს ნაშრომი, რას გულისხმობს, მე შევეცდები, რომ კლინიკური შემთხვევა წარვადგინო და გავაკეთო ამ კლინიკური შემთხვევის ანალიზი ფროიდიანულ ჭრილში, ფროიდთან ვრჩები მთლიანად. და შემდეგ ცოტას ვისაუბრებ მაზოხიზმის ეკონომიაზე კლინიკაში და ამით ცოტა გავაგრძელებ შენ თემას. ეს კლინიკური შემთხვევა რაც მაქვს მოტანილი, მოკლედ აი ამას აჩვენებს, რომ ეს მაზოხისტური პერვერტული ფანტაზმი დაცვითი ფუნქციაც აქვს და არა მარტო ტკბობის ფუნქცია. და კლინიკაში როგორ ვლინდება მოკლედ ეს ამას შევეცდები რომ გაჩვენოთ და თან ჩანს აი ეს ნაცემი ბავშვის სცენარი რაც არის რა და ბოლოს შევაჯამებ მთელ ჩვენ მოხსენებებს ძალიან მოკლედ. პერვერსიასთან დაკავშირებით. მოკლედ ნევროზი პერვერსიის ნეგატივია წერდა ფროიდი. ან კიდევ ნევროს პასიურ პერვერსიას, ხოლო ნამდვილ პერვერსიას, აქტიურ პერვერსიას ეძახდა. რადგან ფიქრობდა, რომ ის რაც ვლინდება, რაც რეალიზდება პერვერსიაში, ნევროსში მხოლოდ არაცნობიერი ფანტაზმის სახითაა. მისი 1919 წლის ნაშრომი, ნაცემი ბავშვი ქვესათაურით კონტრიბუცია სექსუალური პერვერსიების გენეზისის გაგებაში, ფროიდი აღწერს პერვერსიულ ფანტაზმს, რომელიც შესაძლოა ნევროზის ფარგლებში დარჩეს, ან მოგვიანებით პერვერზიის საფუძველი გახდეს. ფროიდი წერს, რომ ეს ფანტაზმი, როგორც პერვერსიის, პირველადი მახასიათებელი, პირველადი შტრიხი, ისევ ვლინდება და არა როგორც ნამდვილი პერვერსია. ის შესაძლოა განიდევნოს შემდეგ, სუბლიმაცია განიცადოს, რეაქციულ ფორმაციად იქცეს, ან პერვერსიად ჩამოყალიბდეს. ფროიდი ნაცემი ბავშვის ფანტაზმს თავის 6 პაციენტზე დაკვირვებით აღწერს, 4 ქალის და 2 მამაკაცის. ნაცემი ბავშვის ფანტაზმი ეხმარება ფროიდს პერვერსიის ფსიქოგენეზს უჩვენებს პირველი, რომ პერვერსია სათავეს იღებს ინფანტილურ სექსუალობაში და ის ბავშვობის ინცესტუალურ ობიექტებთან და ოიდიპოსის კომპლექსთანაა დაკავშირებული. ესე იგი, ოიდიპოსის კომპლექსი არა მხოლოდ ნევროზის ფსიქოგენეზშია, არამედ პერვერსიისაც.
მეორე, თუ როგორ არის სუბიექტი დივიზირებული თავის ინცესტუალურ განდევნილ სურვილს და მასტურბაციულ დაკმაყოფილებას შორის, რომელიც ამ ფანტაზმითაა ფიქსირებული. მესამე, ეს ფანტაზმი ნევროტიკებთან თავისებურად ვლინდება, თითქოს მოგლეჯილი და იზოლირებულია მთელი ნევროზის შინაარს და ცალკე ადგილი აქვს მიჩენილი. ამიტომაც შესაძლოა ის ანალიზის პროცესს მიღმა დარჩეს. და მეოთხე, ფროიდი ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკური ბისექსუალობის ცნებაზე, რომელიც წარმოდგენილია ნორმალურ და პათოლოგიურ ინდივიდთან. ახლა როგორ ვლინდება ცემის ფანტაზმი გოგოსთან და სამი ფაზაა გოგოს შემთხვევაში. პირველი ფაზა ეს არის მამას ცემს ბავშვს. ვლინდება დღის ცნობიერი სიზმრის ფანტაზმირების სახით. ფროიდი სვამს კითხვას, ამ პირველ ფაზას რამდენად უნდა მივანიჭოთ ფანტაზმის ფუნქცია. ეს გავს უფრო ერთგვარ მოგონებას, რომლის დროსაც გაჩნდა სურვილი. ამ ეტაპზე ფანტაზმის ავტორი არ არის ნაცემი ბავშვი, ძირითადად მისი და ან ძმა და სცენას არ აქვს სექსუალური ხასიათი. ამ პირველადი ფანტაზმის, ან შეიძლება ფანტაზმის საერთოდ არ დავარქვათ, შინაარსია, მამას არ უყვარს ეს სხვა ბავშვი, რომელიც მე მძულს, მამას მხოლოდ მე ვუყვარ ვარ. მეორე ფაზა, მე ვარ ნაცემი მამაჩემის მიერ. ეს ფაზა ყველაზე პათოგენურია, ამბობს ფროიდი. ეს არის უკვე არაცნობიერი ფანტაზმი, რომელიც რეალობაში არასოდეს მომხდარა და რომელიც ანალიზის დროს რეკონსტრუქციას მოითხოვს. აქ ხედავთ, რომ ფანტაზმის ავტორი ხდება ნაცემი ბავშვი. მამა რჩება ის, ვინც ცემს. ფროიდისთვის ფანტაზმი მე ვარ ნაცემი მამაჩემის მიერ განიდევნება, ესე იგი განიდევნება გოგონას ინცესტუალური ოიდიპური სურვილი მამის მიმართ. ეს არის მაზოხისტური ფანტაზმი, რომლის მიღმაც დამალულ სიამოვნებას ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, ტკივილს მიღმა ამოფარებული სიამოვნება გოგონას დასჯას ემსახურება, თავის ინცესტუალური სურვილების გამო, ესე იგი შემოდის დანაშაულის გრძნობა. მეორე მხრივ კი ეროტიული ტკბობა. ამ ფაზაზე ბრალის გრძნობა და ეროტიზმი ემთხვევა. სწორედ ამაში ხედავს ფროიდი მაზოხიზმის აზრს. და მესამე ფაზა. მამის ჩამნაცვლებელი, ძირითადად მასწავლებელი, ცემს ბავშვს, ძირითადად ბიჭს. ეს ფანტაზმი სექსუალური აღგზნების წყაროა და მოყვება კომპულსიური მასტურბაციული აქტივობა. აქ გოგონა, რომელსაც ეკუთვნის ეს ფანტაზმი, არ არის ის, ვისაც ცემენ. თვითონ არის დამკვირვებელი სადისტური სცენის, სადაც ცემენ ბიჭს. შეიძლება ითქვას, ეს არის ვუაიერისტულ პოზიციაში. ამ ფანტაზმში გოგონა იდენტიფიცირდება ბიჭთან. მას მერე რაც გოგონა შორდება მამის მიმართ თავის ინცესტუალურ სურვილს, მარტივად ტოვებს ფემინურ როლს და ამის მერე თვითონ სურს იყოს ბიჭი, რასაც ფროიდი მასკულინური კომპლექსით ხსნის. ახლა საინტერესოა, როგორ ვლინდება ცემის ფანტაზმი ბიჭთან. ნაცემი ბავშვის ფანტაზმი ბიჭთან განსხვავებულად მიმდინარეობს. ფროიდი აღმოვაჩენს, რომ პირველი ფაზა, რომელიც გოგოსთან გვხვდება, ბიჭთან მისი ექვივალენტი არ არის. ანუ ეს პირველი ფაზა, რაც იყო გოგოსთან, რომ ბავშვი არის ნაცემი, ეს ბიჭთან საერთოდ არ არის. მეორე ფაზა, მე ვარ ნაცემი მამის მიერ, ბიჭის შემთხვევაშიც ის, ვინც ცემს, არის მამა და არა დედა, როგორც ვივარაუდებდით. ესე იგი, მეორე ფაზაზე ბიჭიც და გოგოც ერთნაირად წარმოადგენენ ამ ფანტაზმს. მესამე ფაზას კი ბიჭთან ვაწყდებით შემდეგნაირად. მე ვარ ნაცემი დედის მიერ, ან მისი ჩამნაცვლებლის მიერ. ეს მაზოხისტური ფანტაზმი ბიჭის ინცესტუალური ფანტაზმის ტრანსფორმაციაა. ის დატოვებს აქტიურ პოზიციას და იკავებს პასიურ პოზიციას იმ ფიგურის მიმართ, ვინც ცემს. ფროიდი ამბობს, რომ ეს ბიჭის ფემინური პოზიციაა. თუ კი ორივე სქესისთვის ცემის ფანტაზმი ოიდიპოსის კომპლექსისგან იღებს სათავეს, გოგონასთვის ის ბრჭყალებში პირდაპირი ოიდიპოსის კომპლექსიდან მოდის. ფანტაზმი მე ვარ ნაცემი მამის მიერ ჰეტეროსექსუალური ინცესტუალური ურთიერთობის სუბსტიტუციაა, ხოლო ბიჭის შემთხვევაში არაპირდაპირი, შეტრიალებული ოიდიპოსიდან მოდის და მამის მიმართ ბიჭის ჰომოსექსუალური ინცესტუალური ურთიერთობიდანაა. ბიჭი პრეგენიტალური დედის ადგილს იკავებს და მასთან იდენტიფიცირდება. ფროიდი ამბობს, რომ ბიჭის შემთხვევაში ორივე ფაზა პასიური ფანტაზმისგან შედგება. მამის მიმართ ფემინური პოზიციაა და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ცემს, დედაა თუ მამა. ორივე სქესის შემთხვევაში ლაპარაკია მაზოხისტურ ფანტაზმზე. ოღონდ გოგოს შემთხვევაში არაცნობიერი მაზოხისტური ფანტაზმი ნორმალური ოიდიპური პოზიციიდან მოდის,
ხოლო ბიჭის შემთხვევაში გაუკუღმართებული პოზიციიდან, სადაც სიყვარულის ობიექტი არის მამა. ეხლა მინდა რომ წარმოგიდგინოთ, ეს იყო მოკლედ ამ ძალიან შევამოკლეთ შინაარსი ამ ნაშრომის და მინდა რომ წარმოგიდგინოთ კლინიკური შემთხვევა, რომელსაც შემთხვევით წავაწყდი, ეს არის როზენბერგ მალკომის მიერ აღწერილი შემთხვევა, მაგრამ შემთხვევით არ მოვიტანე, იმიტომ რომ მოკლედ ამ მოხსენებით მინდოდა მეჩვენებინა, რომ პერვერსიული ფანტაზმი, როცა ფანტაზმზეა თქვა საუბარი, შეიძლება იყოს სხვადასხვა სტრუქტურაშიც და არ იყოს მხოლოდ პერვერსიის შემთხვევაში. ეს ნაცემი ბავშვის ფანტაზმით სწორედ ესეთი ბუნების არის, ფროიდი აღწერს მას ნევროტიკებთან, მაგრამ ამბობს, რომ ის შეიძლება განვითარდეს და ჩამოყალიბდეს როგორც პერვერსია. ხო, და ეს შემთხვევა, ამ შემთხვევას ქვია სარკის პერვერტული ფანტაზმი, დაცვა ფსიქოზური კოლაფსისგან. და აი აქ დავინახავთ, როგორ შეიძლება გამოვლინდეს კლინიკაში ნაცემი ბავშვის ფანტაზმი. მოკლედ ერთ-ერთ სტატიაში რიზენბერგ მალკომი, ეს არის 1988 წლის სტატია, აღწერს იმ გადამწყვეტ გარდატეხას, რომელიც მოხდა პაციენტის ანალიზის პროცესში. ლაპარაკია პაციენტზე, რომელთანაც გამოხატულია მაზოხისტური პერვერსია. მისი სექსუალური ცხოვრება 20 წლის ასაკიდან მოყოლებული, დომინირებული იყო სადომაზოხისტური პერვერტული ფანტაზმებითა და კომპულსიური მასტურბაციით. ასევე მამაკაცი პარტნიორების განუწყვეტელი ცვლით. ხანგრძლივი ანალიზის დაწყებამდე იგი რამდენჯერმე იყო ჰოსპიტალიზირებული ფსიქოზური დეკომპენსაციების გამო. ქალია, ხო? რამდენიმე წლის განმავლობაში პაციენტს არასოდეს უსაუბრია ანალიტიკოსთან არც თავისი პერვერტული ფანტაზმების და არც მასტურბატურული აქტივობის შესახებ. ეს ელემენტები ანალიტიკოსმა კონტრანსფერის საშუალებით აღმოაჩინა. ანალიტიკოსმა შეამჩნია, რომ პაციენტი მას ხშირად უყვებოდა ყოველდღიური ცხოვრების სცენებს ისეთი ფორმით, რომლითაც ანალიტიკოსი მოცული ხდებოდა იმ დონემდე, რომ თავად მას, ესე იგი ანალიტიკოს, უჩნდებოდა სურვილი ამ სცენებში მიიღო მონაწილეობა. ოღონდ ეს, ანუ კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რასაც ყვებოდა, ეს არ იყო სექსუალური ხასიათის სცენები. შეეცადა რეალურად ანალიტიკოსმა არ იცოდა, ხო? ანალიტიკოსმა არ იცოდა, გაიგო თავის კონტრანსფერის საშუალებით. ანალიტიკოსი თავის ამ ძლიერ ცნობის მოყვარეობას ხედავს როგორც პაციენტის სურვილის შედეგს, ანუ ის რომ თვითონ იყოს ესეთი მოცული და ამ ინტერპრეტაციას პაციენტის წინაშე აკეთებს. ამ ინტერპრეტაციამ პაციენტი დაუბრუნა საკუთარ ცნობის მოყვარეობას ანალიტიკოსის მიმართ, რომელიც განსაკუთრებით მძაფრდებოდა შაბათ-კვირას განშორების დროს. სწორედ ამ ეტაპზე პაციენტმა სირცხვილით აღიარა, რომ დიდ დროს ატარებდა მასტურბაციაში. თავს კი გრძნობდა მშობლების წყვილისგან გამორიცხულად, მშობლების, რომლებიც მისთვის ანალიტიკოსის ფიგურაში იყვნენ წარმოდგენილნი. ამავე დროს პირველად უამბობს მას სარკის ფანტაზმის შესახებ. ამ ფანტაზმში პაციენტი ხედავდა სარკეს, რომელშიც ვითარდებოდა ძალადობრივი, სადისტური და დამამცირებელი სექსუალური სცენები. იდეაში ძალიან საინტერესო იქნება ეს ლაკანიანურად, მაგრამ დღეს მაგას არ განვიხილავთ, მაგრამ შეგვიძლია შემდეგისთვის იმას ვქნათ. მონაწილეები იყვნენ ინცესტური, ჰომო და ჰეტეროსექსუალური წყვილები, რომელთა სექსუალური აქტები საათობით გრძელდებოდა. პაციენტი წარმოიდგენდა, რომ მონაცვლეობით თავად იყო ხან ერთი, ხან მეორე პარტნიორი ამ სასტიკ სცენებში. ამავე დროს იგი წარმოიდგენდა მაყურებლებს, რომლებიც სცენას უყურებდნენ და საკუთარ სექსუალურ აღგზნებას ებრძოდნენ, რადგან თუ მას დანებდებოდნენ, მაშინ სარკეში ჩავარდებოდნენ. ანალიტიკოსის მიერ ცნობის მოყვარეობასთან დაკავშირებით გაკეთებულმა ინტერპრეტაციამ შესაძლებელი გახადა ანალიტიკური სიტუაციის ამოძრავება და გარდაქმნა. ნაცვლად იმისა, რომ ეს დინამიკა ტრანსფერში არაცნობიერად განხორციელებულიყო და ჩიხში შესვლის რისკი წარმოქმნილიყო, იგი სიტყვიერად იქნა გამოხატული.
ამ შემთხვევასთან დაკავშირებით სეგალი 1995 წლის სტატიაში აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ანალიტიკოსმა შეძლო პაციენტის პერვერტული ვუაიერიზმის გარდაქმნა ნორმალურ ბავშვურ ცნობისმოყვარეობად. ეს ცვლილება შესაძლებელი გახდა იმ მომენტიდან, როდესაც ანალიტიკოსმა თავად მოახერხა საკუთარი კონტრანსფერული ვუაიერიზმის გარდაქმნა. პაციენტის მიმართ დაშვებულ და ლეგიტიმურ ცნობისმოყვარეობად. ამ პროცესის შედეგად პაციენტში დაიწყო ანალიტიკოსთან იდენტიფიკაცია, რომელმაც შექმნა ფსიქიკური ბისექსუალობის საფუძველი და გახსნა გზა უფრო ინტეგრირებული ქალური ფსიქოსექსუალობისკენ. ეს არის შემთხვევა. აქ მთავარი კლინიკური აქცენტი პერვერსიაზე არ არის, არამედ პერვერსიული ფანტაზმის ეკონომიურ ფუნქციაზე პაციენტის ფსიქიკურ რეალობაში. ჩვენ ვხედავთ პაციენტს, რომელსაც ჰქონია ფსიქოზური ეპიზოდები. ანალიზის პროცესში სარკის ფანტაზმის ორმაგი ფუნქცია ჩანს. ერთი მხრივ, იგი ხელისშემშლელია თავისი პერვერსიულობიდან გამომდინარე, თუმცა მეორე მხრივ, იცავს მას უფრო ღრმა რეგრესიისა და ფსიქოზური ტიპის დეკომპენსაციისგან, რომელიც ანალიზის დაწყებამდე ვხედავთ, რომ არაერთხელ ჰქონია პაციენტს. ვხედავთ, რომ პერვერტული ფანტაზმი სტრუქტურირებული და განმეორებადია. ახდენს ლტოლვის ფიქსაციას და რეალობას და ფიქციას შორის ინარჩუნებს ზღვარს. შეიძლება ითქვას, პერვერსიული ფანტაზმი კომპრომისული წარმონაქმნია, არც ნევროზი, არც ფსიქოზი, არამედ მათ შორის გამავალი დამცავი კონსტრუქტი ფსიქოზური კოლაფსის წინააღმდეგ. კაფეო მსგავსებას ვხედავთ სარკის ფანტაზმს და ნაცემი ბავშვის ფანტაზმს შორის. სარკე, როგორც ეკრანი ფანტაზმისთვის, სცენა შეიძლება ითქვას, სადაც სუბიექტი მონაცვლეობით ხან მაზოხისტურ, ხანაც სადისტურ პოზიციაშია და ამავდროულად ვუაიერისტულ პოზიციაშიც, რომელშიც ანალიტიკოსიც ხვდება. ხედვა როგორც ლტოლვა, რომელიც აქტში გადადის და ცირკულირებს ტრანსფერში. პერვერსიაში მნიშვნელოვანი როლი აქვს დემონსტრაციულ ხასიათს. პაციენტი ამ დემონსტრაციას ტრანსფერში ახორციელებს, თანაც ისე, რომ სულაც არ ყვება თავისი პერვერტული სექსუალური ფანტაზმების შესახებ. როგორც ნაცემი ბავშვის ფანტაზმში, აქაც ვხედავთ, რომ ფანტაზმი უბრალოდ სცენა არ არის, არამედ კომპლექსური დაცვითი კონსტრუქტი, რომელიც მოიცავს დასჯის. საინტერესოა, რომ სუბიექტი სამ სხვადასხვა პოზიციას იკავებს. ამავდროულად ფანტაზმი მოიცავს მაყურებელსაც, რომელიც უყურებს სცენას, თუმცა თავს იცავს ზედმეტი აღგზნებისგან, რომ არ ჩავარდეს სარკეში. არ გახდეს პერვერსიული სცენის აქტორი. ეს კონტრადიქცია შემთხვევითი არ უნდა იყოს, არამედ სტრუქტურული. ფანტაზმი ერთდროულად იცავს ზედმეტი აღგზნებისგან და ფსიქოტური ჩამოშლისგან, მეორე მხრივ ტკბობის დაკარგვისგან, დეპრესიის და სიცარიელისგან. მეს გახლეჩა მივდივართ ისევ აქამდე, რაც ასეთი სახასიათო მექანიზმია პერვერტისთვის. ტკბება ისე, რომ არ გაქრეს და მაყურებელია ისე, რომ არ გაგიშტეს. საბოლოოდ, სწორედ ვუაიერიზმის ტრანსფერში ხდება ის წყარო, რომელსაც ანალიტიკოსი პერვერსიული დანახვის ინფანტილური ცნობისმოყვარეობად იქცევა, ამბობს ავტორი. ამ ლტოლვაში იგულისხმება მეტის გაგება, მეტის შეცნობა, ესე იგი ცოდნის ლტოლვა. ვუაიერიზმი შეწყვეტს ტრანსფერში ქმედებას და სიტყვის ობიექტი ხდება. კლინიკურ პრაქტიკაში ვხედავთ, როგორი მრავალფეროვნებით ხდება მაზოხიზმი პაციენტის პირად სექსუალურ პროფესიულ ცხოვრებაში. თუ უშუალოდ თვითონ ანალიზის მაზოხიზმი ფონად გასდევს როგორც ნევროზს, ასევე პერვერსიას. ფროიდი აღწერს ნეგატიურ თერაპიულ რეაქციას, როდესაც პაციენტი რეზისტენტულია ცვლილებების გამოჯამრთელების მიმართ. შესამჩნევია, როგორ ტრიალებს ის ერთსა და იმავე წრეში. ხანდახან თითქოს გამოსავალიც ხელის გულზეა, მაგრამ პაციენტი უარს ამბობს ცვლილებაზე. ამ დროს ჩნდება კითხვა, რა როლს ასრულებს ტანჯვა მის ფსიქიკურ ეკონომიაში და რა მოხდება, თუ კი ამ ტანჯვას დაასრულებს. ფსიქოსომატურ პაციენტებთან მომუშავე ანალიტიკოსები მიგვანიშნებენ სიფრთხილეზე.
არც თუ იშვიათია ფსიქიკური ტანჯვის სომატური დაავადებით ჩანაცვლება. ობსესიურ ნევროზში თავისუფლებას მისცემს, წარმატებას მიაღწიოს, მაშინ რაღაც უნდა გააფუჭოს პირად ცხოვრებაში და ამგვარად შეინარჩუნოს ტანჯვა. ზოგიერთ შემთხვევაში წარმატება მოდის სიცარიელის ადგილას. იმ პირველადი დანაკლისის ადგილას, რომლის სიმბოლიზირებაც არ მოხდება. მიტოვებული, გადაგდებული, უავლის გრძნობის მობილიზებას ახდენს. ან კიდევ პირიქით, ნაადრევად მომწიფებული სუბიექტი, რომელიც თავისი მშობლების სიმყიფეს, სისუსტეს მალავს, უარყოფს. ჩემი კლინიკური პრაქტიკიდან შემიძლია გავიხსენო ასეთ პაციენტის მაგალითი, რომელიც ანალიზზე დიდ დროს ატარებს მშობლების და განსაკუთრებით ავადმყოფი ოჯახის წევრის იდეალიზაციაში. ყვება როგორი კარგი ოჯახი ჰყავს, როგორ ვერ ამართლებს იმ იდეალური მშობლების მოლოდინებს. შემდეგ კი იცვლება დისკურსი, ჩამოიშლება მშობლების იდეალური ხატი, მოდის ძლიერი აგრესია, თუმცა მაზოხისტური ტენდენცია არსად არ მიდის. ახლა ამ ბრაზის გამოჩნდება ოიდიპალური ბრალის განცდა და პირადი ცხოვრების საბოტაჟი კარიერული წინსვლის ფონზე. მის დისკურსში ხშირად ისმის გაბრაზებული თავის მართლება, რომ თვითონ ვერ შეწირავს თავს სხვის გამო. მისი ფანტაზმი კონსტრუირდება სწორედ იმის გარშემო, რომ ის გადაარჩენს სხვას თავგანწირვის ხარჯზე. სექსუალურ ცხოვრებაში პოზიციონირებს როგორც სხვისი ობიექტი, მაგრამ კონტროლის განცდას ინარჩუნებს აფექტის არქონით. სექსუალური აქტი დაყავს ტექნიკურ საკითხამდე, ხოლო თავისი სხეული ფეტიშისტურ ობიექტამდე სხვისთვის. ის თავაზობს სხვას თავის სხეულს, როგორც არაკასტრირებულ იდეალურ ობიექტს. მისთვის პრობლემაა ქალურობა და ქალად გახდომა, რადგან ობიექტის ადგილზე უარის თქმა მუქარას მოიცავს. ობიექტად ყოფნა ეს არის მნიშვნელოვანი მის ფანტაზმში, სადაც ის კი იტანჯება, მაგრამ თან ტკბება. სუბიექტის მაზოხისტური ნაწილის გაანალიზებას თითქმის ყოველთვის ეფექტი აქვს ანალიზის პროცესში. ეს ის ნაწილია, რომელიც სუბიექტის დისკურსს შემოატრიალებს. სუბიექტი, რომელიც უძლურად გრძნობს თავს თავისი სიმპტომების წინაშე, სხვა რაკურსით დაინახავს თავის ტანჯვას და აღმოაჩენს ტკბობის წილს ამ უკანასკნელში, რაც ცვლის მის პოზიციას და მოთხოვნას ანალიზის მიმართ. უფრო რეალური ხდება. ფროიდის მაქედან იწყება ალბათ მერე ანალიზის პროცესი. ფროიდისთვის პერვერსია არ შემოიფარგლება სექსუალური ცხოვრების თავისებურებებით. ელაპარაკო შინ და მესხლეჩაზე და იქ ნამდვილად ასე. განსაკუთრებით მოკლე სტატიაში ფეტიშიზმის შესახებ, სადაც ის პერვერსიის ლოგიკას აღწერს. ფროიდი ნაცემი ბავშვის ნაშრომით განდევნის როლს გვიჩვენებს პერვერსიაში. პერვერსიის საფუძველში ის პირველად განდევნას პოულობს. მოგვიანებით კი ფროიდი პერვერსიის სტრუქტურისგან გვანიშნებს, რომელიც უპირისპირდება მის პირველ ევოლუციონისტურ თეორიას. პერვერსია როგორც სუბიექტური პოზიცია ისე გვევლინება. სუბიექტი დგება დედის კასტრაციის წინაშე და გააჩნია რა არაცნობიერ არჩევანს აკეთებს ამ რეალობას შეჯახებული. პერვერტი იქნება ის, ვინც უარს იტყვის კასტრაციაზე და ამ უარით ის თავს დაიმკვიდრებს როგორც ცალკე კლინიკური ერთეულები. და მეს გახლეჩას, როგორც დაცვითი მექანიზმი, რომლებიც ფსიქოზშიც და პერვერსიაში შეგვხვდება. პერვერსიაში გვევლინება პერვერტი მეტად ადაპტირებულია რეალობასთან, ვიდრე ნებისმიერი სხვა. რა მიმართებას ვაწყდებით, ესე იგი განდევნას, უარყოფას და მეს გახლეჩას შორის. პერვერტთან განდევნა ეხება ზოგიერთ შინაარსს, რომ დარჩეს დისტანცირებული, თუმცა არ ეხება კასტრაციას. კასტრაცია არის უარყოფილი და ეს არის პერვერსიის შუაგული. მეს გახლეჩა არის ის მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს ხდის პერვერტის რეალობასთან კავშირს, თანაც ისე, რომ ოიდიპალურ კონფლიქტში არ ამოყოს თავი. რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია გამოვყოთ 4 კრიტერიუმი, რომელიც გამოარჩევდა პერვერსიას ნევროზისგან და ფსიქოზისგან. ეს არის უარყოფა, მეს გახლეჩა, ობიექტის არჩევანი და არჩევანი არის ამფალიკური დედის სუბსტიტუცია ან სუბიექტის ნარცისული დუბლი
პერვერტისთვის არჩევანი არ დგას ქალზე თუ კაცზე, არამედ კასტრირებული, არაკასტრირებული ამ პოლარობაში. მესამე ეს არის აქტი რეალიზებული ფანტაზმი თუ კი ნევროზში ფანტაზმი ცირკულირებს, გაძლდება, ცვლილებას განიცდის, ყოველთვის ერთი და იგივე სცენარი, ერთი და იგივე ობიექტი და ერთი და იგივე აქტი, რომელიც არის განხორციელებული. პერვერსიაში ფანტაზმის მიზანაქტი არის ფრანგულად, რაც ნიშნავს სცენაზე დადგმას. ანუ მიზანსცენა, ხო, მიზანსცენა ხდება. გათამაშება. ფანტაზმში ყოველთვის არის კბობის ელემენტი. და პერვერტი სწორედ ამ ელემენტს მოძებნის და გამოიყენებს. პერვერტი გადალახავს ფანტაზმის წარმოსახვის სფეროს და სხეულის ტკბობას მოახმარს რეალიზებულ ფანტაზმს. უნდა აღინიშნოს, რომ პერვერტულ ფანტაზმს სხვა სტრუქტურებშიც ვაწყდებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პერვერტული ფანტაზმი ან შტრიხის მქონე სუბიექტი აუცილებლად პერვერტია. ეს პერვერტული შტრიხი ეხება სუბიექტის დამოკიდებულებას ტკბობასთან და სიმპტომთან. ფროიდი ახსენებს პერვერსიის პირველად შტრიხს. ფრანგულად არის très primaire de perversion, რაშიც მოიაზრებს ინფანტილურ ფანტაზმზე ფიქსაციას. აი ეს არის. მოკლედ ფროიდი ლაპარაკობს ფანტაზმზე პერვერსიაში, მაგრამ სხვა ავტორებთან მერე უკვე ხედავ განსაკუთრებით ლაკანიან ავტორებთან, რომ პერვერსიაში ფანტაზმზე აღარ არის ლაპარაკი, არამედ არის პერვერტულ სცენარებზე ლაპარაკი. ხო, იქ აღარ არის ფანტაზმის ამბავი და სცენარი ნიშნავს იმას, რომ აი ბოლოს რაც თქვი, რომ პერვერტი აბსოლუტურად გაცდება ამ სიმბოლურ გადამუშავებას და მას ჭირდება, რომ რეალობაში განახორციელოს, აი მართლა მიზანსცენა გააკეთოს და გაათამაშოს მთელი თავისი ფანტაზმები და ეხლა გზაში რომ მოვდიოდი, გამახსენდა მოკლედ ადრე როცა სწავლობდი მაგისტრატურაზე, მქონდა სტაჟი ძალიან საინტერესო ადგილას. ეს იყო ფსიქიატრიული დაწესებულება, რომელსაც ჰქონდა პატარა განყოფილება სექსუალური მოძალადეების დახმარების ცენტრი იყო რა. ხო და აქ მოდიოდა ხალხი, რომლის პროცესიც მიდიოდა, ესე იგი ჯერ არ ჰქონდათ მისჯილი, სასამართლო პროცესი ჯერ არ ჰქონდათ მისჯილი და ამ ცენტრში მათ უტარდებოდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა და ამავდროულად იყო ესე იგი ჯგუფური შეხვედრები, რაც მიმყავდა მე და კიდე ერთ სხვა სტაჟიერს. და აქ იყო ერთი პაციენტი, პედოფილის მუხლით მიდიოდა მისი სასამართლო პროცესი და აი მახსოვს ჯერ ვიზუალურად აგიღწერთ როგორი იყო, იმიტომ რომ ძალიან შეესაბამებოდა მისი ვიზუალი მის კლინიკურ მოცემულობას. ეს იყო უსაზღვროდ მსუქანი ადამიანი, ყველაზე მსუქანი ადამიანი რო წარმოვიდგინოთ ალბათ, რომელიც ფაქტიურად ძლივს დადიოდა. ჰქონდა ძალიან ინფანტილური რაღაცნაირი ბავშვური სახე, აი წვერიც არ ჰქონდა, აი რაღაცნაირი მართლა ბავშვური სახე ჰქონდა. ბატონო? ხო, აი და აი თითქოს სქესი საერთოდ არ ჰქონდა რა, ისეთი ტიპაჟი იყო. და აი თითქოს ძალიან უწყინარი და ისეთი ადამიანი, საყვარელი ადამიანი შთაბეჭდილებას ტოვებდა ერთი შეხედვით. და ყოველ შეხვედრაზე, აი ეს მე განვიხილავდით ხოლმე, მე და ეს მეორე ფსიქოლოგი, რომ როგორ გრძნობდით თავს. ყოველ შეხვედრაზე როცა მოდიოდა, ზუსტად ერთი და იგივე ისტორიას ყვებოდა ხალხო, ერთი და იგივე სიტყვებით, ზუსტად ერთი და იგივე ადგილას იწყებდა ტირილს. ოღონდ ეს ტირილი იყო ბუტაფორია, არ გეგონოთ რომ მართლა, ანუ სუფთა ბუტაფორია იყო ყველაფერი. მაგრამ ნუ თვითონ ალბათ ცდილობდა რომ რაღაცა გადაემუშავებინა, ამაში რასაც ვერაფრით ვერ ახერხებდა. აი ერთი კასეტაზე რო ჩაგეწერათ და შეგედარებინათ, განსხვავებას ვერ იპოვიდით. და ნუ მისი სექსუალური ფანტაზმი კი არა და სცენარი რაც იყო, ისიც იყო ზუსტად რიტუალური, ერთი და იგივე არ დაგამძიმებთ, მაგითი ძალიან მძიმე რაღაცა ხდებოდა რა. მაგრამ ნუ აი ეს კონტრანსფერში რაც იგრძნობოდა, რომ აი დაქანცულები ვიყავით. აი აღარ შეგვეძლო უბრალოდ ამ პაციენტის მოსმენა.
და გვითრევდა მაგითი. ხო, ერთი და იგივეს განგაცდებინებს. ერთი და იგივე ტანჯვას. ხო. აი ეს ერთი ობიექტად გაქცევს რა და ძირითადად მაგას აღწერენ ხოლმე ანალიტიკოსები, როცა იშვიათად, მაგრამ პირველი მოდის ანალიზზე, ანალიტიკოსი ხდება მისი ობიექტი. ხო, ანალიტიკოსი თვითონ კონტექსტში როგორ ხსნობს, მაგრამ ამბობს ხო. ეს რაღაცა პერვერტული შტრიხები მე მგონია, რომ ობსესიურ ნევროშეხსაბაც ამბობდა და ნუ ნახდათ არის, მაგრამ ისტერიაშიც არის ეგეთი შტრიხები და ყველგან არის, ხო. ყველა სულში არის პერვერსიული. ნევროტიკში არის. კი, ეს ძალიან საინტერესო იყო ის მომენტი აი ამ ავტორის კლინიკური შემთხვევა რო აღწერე პერვერსია როგორც დამცავი მაგაზე მსგავსი სტატია აქვს ბონეს ხალი რომელიც თავისი პერვერსია ფეტიშიზმით გამოვლენილი როგორ იყო შენარჩუნებული ამით ანუ ერთადერთი საშუალება რომ მას თავის ცოცხლად ექცევა და მაგით ავსებდა ყველაფერს და ნუ ეს თავდება იმით რომ მე ყვდება როდესაც ის იპოვის კაცს რომელთანაც ნორმალურად დაიწყებს ჭალებში ნორმალურად ცხოვრებას და სექსუალური აქტით განთავისუფლდება სომატური დაავადებით ყვდება და ესეთი თეორია აქვს რომ ის გამოეცალა რაც მის არსებობას განაპირობებდა განიკურნა და მან დიძახის სხვათა შორის რომ ეს ჩემი შეცდომა არის, მან ვერ გაუჭრიდა ეგ მომენტიო, რამდენად მისი кейსია, ხო, რამდენად მნიშვნელოვან ადგილს, რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა პერვერსია ამ შემთხვევაში, ამ ხალის შემთხვევაში. ხო, რა ეგ სულ არის, რომ რაღაცა სადღაც გააქეს ინტენსია, როცა მუშაობ პაციენტთან, რომ აი ის რომ ხო, რა გამოგრიჯო ის ტანჯვის რაღაცა, მაგრამ არიცი რა ხდება იმის იქით. არიცი რა ხდება როლია ესე მისი ფუნქციონირებისთვის ზოგადად. ჩემს პერიოდში მითხრეს რომ აი აქ გახსოვდეს ანალიტიკოსის ფუნქცია მოუსმინოს და არა განკურნოს. აი მართლა ეგ არის ხანდახან გონია რომ უნდა განკურნო, ხუთებს ვერ ჭირდება იქ. სხვა რაღაცა არის მნიშვნელოვანი. ხო, ის რა კაი რაღაც თქვი. საინტერესო. ისე კარგად მითხრა. ეს შემთხვევაზე და ისე დაალაგა მე გამწოხრო მივხვდი რა იყო იქ ჩემგან. ერთხელ ჰოფმანმა წაიკითხა სემინარი ფანტაზმის ლოგიკაზე ლაკანთან და მაშინ მოყვა თავის პაციენტის შემთხვევა, რომ ამ ქალს უეცრად ავარიაში დაეღუპა ქმარი. და მოკლედ მოდის ანალიზზე, ტირის, ძალიან ცუდად არის ერთი მეორე და ჰოფმანი ეკითხება, რომ აი თქვენ ამ გარდაცვალებაში ყველაზე მეტად რა გტანჯავთო. და ის პასუხობს, რომ ის რომ იმატოვაო. ანუ მიტოვების ფანტაზმი გააღვიძა ამ სიტუაციამ. ოღონდ ეს მიტოვების ფანტაზმი ის არის, რითიც უმკლავდება ამ რეალობას. რითიც შეუძლია რომ აი ამ საშინელ რეალობას რო ქმარი დაეღუპა რაღაცნაირად გაუმკლავდეს. ხო. იმიტომ რომ მაგნიტოვებას თუ გამოაცლი მე ხო. ერჩება. თუ ჩააცივდი რომ არ მივდო მისი ბრალი არ იყო. არ უნდა და სიკვდილი. აი ეგეთ დროს ესეთი ტიპის თერაპია რომელიც მაგაზე მუშაობს, უბრალოდ ეგ რამდენად საფრთხეს შეიცავს რეალურად. რომელი თერაპია არის? ისე კონკრეტ ისეთი ტიპის თერაპია რომელიც მაგაზე მუშაობს. იმიტომ რომ მაგ დროს აი ეგ არის რეალურად რომ არ უნდა მოგატყუოს ჭალებში პაციენტის სიტყვებმა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მას ცნობიერად შეიძლება უნდა განიკურნოს, არ მოწონს, მაგრამ იქ ხო ეგ არის გასაზომი ჭალებში სწორად რა როლს ასრულებს ეს. ხო, და როგორი ნელი პროცესი არის, რომ გარდაქმნა მოხდეს და ხელი გაუშვას იმას, რაც ტანჯავს ნამდვილში. ნამდვილში, ხო. და სიკეთე ხო ზუსტად მაგაზე ამბობს, რომ რაც შეიძლება მალე რაღაც 15 შეხვედრაში განიკურნოს. მოაშოროს მოხდა.
თან აუცილებლად. ხო, ის იმპერატივია რა. ხო, evidence based მიდგომით. მე რა კითხვა გამიჩნდა იცი აი კონტრასფერზე იქ იყო ნათქვამი რომ ტრანსფერში კი არ შეიტანაო ეს ანალიტიკოსმა, არამედ პირიქით ინტერპრეტაცია მისცა სიტყვით. ის რასაც თვითონ გრძნობდა. და ამან აიძულა ბრწყალებში აიძულა ეს პაციენტი რომ დაეწყო რაღაც თქვა სხვანაირად ფიქრი. ზუსტად იმიტომ რომ სტრუქტურა ქონდა პერვერსიული, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ რომ ამიტომ ესეთ პირდაპირ მიწოდებული ინტერპრეტაცია უფრო ალბათ ვერ თქმა იმუშავა. არ ქონდა, ხო ფსიქოტიკი იყო მე როგორც აღვიქვი, იმიტომ რომ ქონია მანამდე მოკლედ სანამ ეს პერსერვას თავდაცვითი ხო ეს პერვერტული ფანტაზმი იყო როგორც ხო დაცვა ფსიქოლოგიური დეკომპენსაციის ხო როგორ უთხრა ინტერპრეტაცია როგორ იყო არა ფრაზები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ იდეა ეგ იყო, რომ მან პაციენტის წინაშე გაანალიზა თავისი კონტრანსფერი, ესე გამოდის რა და თქვა, რომ მისი ეს განცდა იყო მისი სურვილის შედეგი, პაციენტის სურვილის შედეგი. ლაკანიანობრივ თუმცა ეგრე ალბათ არ იქნება, იმიტომ რომ დიდი შეშფოთების წესკარებს ანალიტიკოსი შეგვიძლია რა საერთოდ თავის განცდების შესახებ. ხო, ნუ არ ვიცი ხა ეს. მაგრამ მათ მე მახსოვს ერთ-ერთ აქედან ჩამოსულები მე გრანდმანის საუბრობდა, რომელიც საუბრობდა ორნაირი ინტერპრეტაცია. ტრანსფერში და ტრანსფერის ეს იყო ინტერპრეტაცია ტრანსფერში. ხო. ამაზე დაბრუნდა რომ ესე რამაც იმუშავა. ხო, ტრანსფერში იყო ეს და არა ტრანსფერის ინტერპრეტაცია. არა ტრანსფერის. ხო, ეგ მაგალითად ინტერესოვანია. ხო, მაგრამ არ მახსოვს, აი აქ ხო, მახსოვს მეც მიციეთ ჩემი ყურადღებაც, მაგრამ ხო რაღაც ტრანსფერციის ვარიანტები. უბრალოდ ტრანსფერის რა ის გააკეთე. ტრანსფერში არის, როდესაც შედიხარ იმ როლში. იმ როლით ხარ. ხო, ეს იყო ტრანსფერის ინტერპრეტაცია. გარედან ესე იგი. ხო. ხო. ხო, ნუ არ ვიცი ხა მაგაზე დიდი აქცენტი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ ეგ კიდე სხვა საკითხია რა მუშავა. იმის ხაზგასმა მინდოდა, რომ ესეთი ფანტაზმი შეიძლება იყოს თავდაცვა ფსიქოლოგის წინააღმდეგ. იმიტომ რომ გუშინ გიგაც ამბობდა და ნუ ალბათ მართლა ხშირად არის ეგრე, რომ პერვერსია შეიძლება ასრულებდეს ამ როლს ზოგადად, რომ თავდაცვა იყოს ფსიქოლოგის წინააღმდეგ, ხო? მართლა პერვერსია რაც არის რა. ხო. რა ხა ის პაციენტი რომ ახსენდება ალბათ იმ შემთხვევაშიც ფსიქოზი იდგა უკან. ასე ვფიქრობ ხა. ხო, რატო აღწერე მისი ეს ფიზიონომია, რომ цаრიელი იყო თითქოს გაბერილი სიცარიელე, როგორიც იყო მისი ფანტაზმები და აი ეს რაც იყო ტრანსფერში. ფანტაზმის ვიზუალიზაცია. ხო, ზუსტად. ხოდა მაინც ვფიქრობ არის კონტრასფერის გაშერებები, ხო ეს უიკოს სოფტვერს მე შეიძლება ვთქვათ ლაკანზე როცა გადავალთ, იგივე кейსი ავიღო და ლაკანიანური პერსპექტივით ვეცადო რომ გავაანალიზო. ხო, ხარხაზე დაგვიწყდა. სიტყვათა დუე. ხო, თუმცა ახლა რაღაც ეტაპზე ის რომ ეუბნები რომ ხა შენ ამით გინდარეს გააკეთო, ხომ განსაკუთრებით ძალიან გეხმარება ტრანსფერული სამ როცა რაღაცაში უნდა რომ ჩაგიქიოს და ახლა საბამისი ეს როგორ ვქნა? კარგი, კითხვები ხო არ არის თუ მოვჩეთ? ხო. კარგით, თუ არ არის კითხვები, მაშინ დაგიმშვიდობებით.
და დიდი მადლობა. მადლობა. ნახვამდის. დიდი მადლობა. ნახვამდის. კარგად. Thank you.